შუადღემშვიდობის მოგესალმებით. დღეს 18 მარტი გახლავთ 13 საათი საქართველოში დიდი შესვენების გუნდი თქვენთვის იწყებს მუშაობას ვნახოთ ანონსი და გიბრუნდებით ეთერში. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. 1921 წლის მარტი, ბათუმის შეტაკებები და ისტორია. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი. დღეს რეციკლირების მსოფლიო დღეა. გადაცემაში სტუმრად გარემოს დამცველი კახა გუჩმანიძე. მდგრადი მოდა და ტანსაცმლით დაბინძურებული გარემო. პირდაპირ ჩართვით ქეთა ჩუთლაშვილის შემოგვიერთდება. როგორ შევძინოთ ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე? თემაზე ვრცლად ისაუბრებს ირაკლი ბაღოშვილი. და ბოლოს, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა. გადაცემაში სტუმრად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი მანანა თანდაშვილი. დღეს საკმაოდ საინტერესო თემებზე ვისაუბრებ და პირველი თემა, რომელზედაც ჩვენ დეტალურად აღვწევთ სიტუაციას და ვისაუბრებთ უბრალოდ, ეს გახლავთ ბათუმის მოვლენები, კერძოდ მე-20 საუკუნის პერიპეტიები, როდესაც ბათუმი ომის ალში გაეხვა, ბრძოლები მიმდინარეობდა ბათუმის ქუჩებში, ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში საქართველო და ქართული მოსახლეობა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით ებრძოდა ბოლშევიკებს, თუმცა ამ დროს სამწუხაროდ ბათუმის დაკავება დაიწყო თურქულმა ჯარის შენაერთებმა და სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლები გაჩაღდა ბათუმის ქუჩებში, ისე მოხდა, რომ მოიხსნა ბოლშევიკებთან ქართული შენაერთები და დაიწყეს ბრძოლა თურქეთის ჯარის წინააღმდეგ. ამ თემაზე უფრო ვრცლად, რა თქმა უნდა, გვესაუბრება ისტორიკოსი, ცოცხალი მემატიანე, ჩვენი რეგიონის, ბათუმის და მთლიანად საქართველოს ისტორიის ბატონი ოთარ გოგოლიშვილი. მოგზაურობთ ბატონო ოთარ. მე ძალიან მოკლედ მიმოვიხილე ის პერიოდი, რაც ხდებოდა გასული საუკუნის მარტის თვეში და ყურადღებით მოგისმენთ თქვენ რა უძღოდა, რა გეოპოლიტიკური სიტუაცია უძღოდა ამ ყველაფერს, რა პერიოდი იდგა იმჟამად საქართველოში, როგორი სვლები განხორციელდა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, სად იყო ამ დროს რუსეთის როლი, თურქული როლი და ამ ყველაფერს თქვენ ყურადღებით ახსნით და მოგისმენთ დიდი სიამოვნებით. კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო უმძიმესი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ბათუმის ბედი და ბათუმის თუ შეიძლება ითქვას მომავალი კითხვითი ნიშნის ქვეშ იყო დამდგარი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ ყოფილიყო 1921 წლის 18-20 მარტის დიდი ბრძოლები და რომ არ ყოფილიყო უზარმაზარი ქართველი გენერალი, სტორუპოვარი ქართველი გენერალი, ქართული სამხედრო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოკვეთილი და კაშკაშა პიროვნება გიორგი მაზნიაშვილი დღეს ბათუმის საერთოდ არ იქნებოდა საქართველოს შემადგენლობაში და ისევე იქნებოდა მიტაცებული მეზობელი ქვეყნის მიერ, როგორც ისტორიული სხვა ტერიტორიები. უმძიმესი პერიოდი იყო შექმნილი იმ პერიოდში, თქვენ შესანიშნავად იცით, 1921 წლის 25 თებერვალი, როდესაც ბოლშევიკებმა მოახდინეს საქართველოს ოკუპაცია, საქართველოს იმჟამინდელმა დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა დიდი ინიციატივა, ხელიდან გაუშვა აბსოლუტურად სამხედრო ინიციატივაც კი, წყალში ჩაყარა ყველა ის დიდი ბრძოლები, რომელიც კოჯორტაბახმელასთან, ქართველმა, ესე იგი, გვარდიელებმა, ქართველ განსაკუთრებით ქართველმა იუნკრებმა გადაიტანეს, მიატოვა თბილისი და დაბრუნდა, წამოვიდა უკან. ეს იყო ისეთი გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც ცნობილი ქართველი გენერლები, ეს გიორგი მაზნიაშვილი, ვარლამ წულუკიძე, დათა ართმელაძე და გაუგებარ ნაბიჯს უწოდებდნენ. გამარჯვებული წითელ არმიელებზე ქართული საჯარისო ერთეულები, თქვენ წარმოიდგინეთ, კოჯორთან და ტაბახმელასთან 1500 ბოლშევიკი წვეთ ჩაიგდეს და თბილისის ქუჩებში გაატარეს, ფაქტურად გამარჯვებული, ასე ტოვებს ქალაქს ყოველგვარი ბრძოლის გარეშე და აბარეს მტერს. უკან ბრუნდება და თვითონაც არ იცოდა, შემდგომ მემუარებში ერთ-ერთი
განგცევი თუ შეიძლება ითქვა პირდაპირ წერს რომ ჩვენ თვითონ არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა მომავალშიო ეს სამტრედიაში იყო დაგეგმილი ფრონტის ხაზის ესე იგი გახსნა იქ ვერაფერი ვერ მოხერხდა შემდეგ ჩამოვიდნენ ბათუმში 10 მარტი იყო ეს და ძალიან უმძიმესი და თუ შეიძლება ითქვას წარმოუდგენელი სიტუაცია იყო ქვეყანაში ჟორდანიამ და მისმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ისინი ბათუმში მოვიდნენ და თავისუფლების მოედანზე თანამედროვე თავისუფლების მოედანზე სადაც ახლა იქ ესე იგი ანბანის კოშკის მიმდებარე დღევანდელი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ვაგონი ჩამოადგმინა ესე ჩამოდგა სპეციალურად ჟორდანიისათვის ერთი კერა 4 ვაგონი იყო სინამდვილეში 3 ვაგონი თადარიხში იყო და იმ 3 ვაგონში სხვა წევრები იყო და ცენტრალური ჟორდანია და მისი მთავრობის 10 წევრი იმ ვაგონში იყო და იქიდან გეგმავდნენ თუ როგორ წასულიყვნენ ბათუმიდან უცხოეთში წარმოუდგენელი სიტუაცია და არსებობს მოსაზრება გადაშორით მე პირადად ამ მოსაზრებას ცოტა ეჭვის თვალით უყურებ რომ თითქოს ჟორდანი მოსაზრება კი არა აქ ისტორიკოსთა ერთი ნაწილის თუ შეიძლება ითქვას საარქივო მასალები და მოტანილი მასალებია რომ ესე იგი თითქოს ჟორდანია შეუთანხმდა თურქეთში ანგორის მთავრობას და თხოვა დახმარება ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა შემთხვევაში ძალიან სახიფათო და არასასიამოვნო აზრია თუ ჟორდანია მოიწვია და ანგოლის ხელისუფლება ესე იგი ბათუმში ეს იმას ნიშნავს რომ მან გადადგა დამღუპველი და კატასტროფული ნაბიჯი მე არ ვაგინებ რა თქმა უნდა მერტვა დაიწვა ჟორდანი ერთ-ერთი გამორჩეული სოციალ-დემოკრატი იყო და ქართული პოლიტიკური ელიტის უმწყინვალესი წარმომადგენელი საქართველოს ისტორიაში მაგრამ ეს გადადგმული ნაბიჯები 1921 წლის 25 თებერვლიდან 10 მარტი ჩავიდა თუ ის მართლა როგორც 6 ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და ნაშრომებიც არის გამოქვეყნებული ამასთან დაკავშირებით უთანხმდება ანგორის მთავრობას რომ ბოლშევიკები ბათუმში არ შემოუშვან ეს უკვე არც თუ ისე სასიამოვნო ესე იგი ნაბიჯია ის მხრიდან გადადგმული მართლაც ასე გააკეთა ანგორის მთავრობა მას დათანხმდა დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლებას რომ დაიცავდა ბათუმს და 11 მარტიდან აჭარისწყლის ტერიტორიაზე 3500-მა ასკერმა მოიყარა თავი ქიაზიმ ბეის მეთაურობით ქიაზიმ ბეი არც კი შეთანხმებია ჟორდანიას ხელისუფლებას იმიტომ რომ იცოდა ქიაზიმ ბეი რომ მალე დაიდებოდა თურქეთ ეს საბჭოთა რუსეთს შორის ხელშეკრულება და თავისუფლად იმოქმედებდა გაეხსნებოდა ხელფეხი მოქმედებისათვის პირდაპირ 11 მარტს ისინი შემოვიდნენ ბათუმში შემოვიდნენ არც კი შეხვედრიათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას და დაიწყეს სტრატეგიული ადგილების დაკავება ეს იყო ფოსტა ტელეგრაფი ეს იყო ყაზარმები მაგრამ ყაზარმებში ძალიან სახიფათო სიტუაცია იყო ყაზარმებში იმ დროიდან 1921 წლის მარტში 11 მარტისათვის ბათუმში იყო 3000 გვარდიელი მათ შორის ერთ-ერთი გვარდიაში იყო ასეთი ასპინძის ბატალიონი იყო ბათუმში დისლოცირებული ახლა რომ არის აი თავის ის რა ქვია ყოფილი ლენინის მოედანი დღევანდელი თავისუფლების მოედანი იმის უკან იყო დიდი ყაზარმა ყველაზე დიდი ყაზარმა ბათუმში სადაც დაახლოებით 1100 ჯარისკაცი ქართველები იყო და სხვადასხვა იმ ყაზარმის გვერდზე იყო ძალიან დიდი არსენალი სადაც იარაღების საკმაო რაოდენობა იყო მოქცეული ფაქტიურად ბათუმში არსებულ საჯარისო ერთეულებს თავისუფლად შეეძლო ესე იგი გაეწია თუ შეიძლება წინააღმდეგობა თურქებისათვის არათუ ბათუმში შემოეშვათ არამედ აჭარისწყლიდან გაერეკათ პირდაპირ ცნობილი ქართველი რეჟისორი და ცნობილი ესე იგი რეჟისორი იყო ბოლომდე მაგრამ მსახიობი უდიდესი ქართველი მსახიობი აკაკი ვასაძე მსახურობდა აი ამ ყაზარმაში მისი მოგონებები უწყინვალესი წყაროა იმ დროინდელი ბათუმში არსებული სიტუაციის გასაცნობად აქვე ჩაგეკითხებით გამოდის დიდი გეოპოლიტიკური შეთანხმების წინ მიდიოდა ესე რომ ვთქვათ მოსწრება და დასწრება იმისა თუ ვისი გახდებოდა ბათუმი ხო მოდით აქ განვმარტოთ ბოლშევიკებთან ბრძოლაში ჩართული გენერალ მაზნიაშვილის და ქართული ჯარის პოზიცია როგორი იყო, როდესაც დაიწყო შეტევა მე სავსების სტორი შეკითხა ეს ისეთი რთული გეოპოლიტიკური
მდებარეობა და გეოპოლიტიკური სიტუაცია იყო ბათუმში, აი ასე ძალიან მოკლედ ვერ იტყვი. იმდენად, რამდენადაც აქ არის მთელი კასკადი მოქმედებისა. ახლა ერთი რამ არის, როდესაც ჟორდანიამ დაინახა, რომ თურქები უკვე შემოვიდნენ ბათუმში და მას არც კი ემორჩილებოდნენ, არც იმას უწევდნენ ანგარიშს, რომ იქ იყო ჟორდანიამ შესანიშნავად იცოდა და მისმა მთავრობამ ბათუმში 3000 გვარდიელი იყო და ისიც იცოდა, რომ ბათუმში არსებულ ყაზარმებში საკმაო რაოდენობით იარაღი იყო, მაგრამ ისეთი დემორალიზებული იყო, ისეთი გულგატეხილი იყო, აი ეს მეომრები აკაკი ვასადის სიტყვით, რომელიც არის შესანიშნავი წყარო იმდროინდელი საჯარისო ერთეულების განწყობისა, რომ არ გამოდგებოდა ბრძოლის უნარიანად, რომ ძალიან ბევრმა დეზერტირებაც კი დაიწყო. გაიგო, რომ მტრელი შემოვიდა, მიატოვა თავისი საბრძოლო, გარბოდა მასიურად, თითქოს გარბოდა იმის ხულოს ტერიტორიისკენ, ხულოსკენ გარბოდა და დიდი რაოდენობით გურიისკენ გარბოდა. ფაქტურად უწეო მდგომარეობაში იყო ბათუმი. ბათუმი ფაქტურად დაკარგული იყო. ძირითადი სტრატეგიული ადგილები ბათუმში იყო, ესე იგი, დაკავებული თურქების მიერ. ძალიან საინტერესოა თვით ბათუმი, ბათუმის მოსახლეობა. სხვადასხვის, აი ამ ბოლო პერიოდში მე ძალიან ბევრი ვიმუშავე საარქივო დოკუმენტებზე და ერთი საინტერესო დოკუმენტი ნახე, ესე იგი, ამასთან დაკავშირებით. 1921 წლის 16 მარტს ბათუმში გაჩენილა რაღაც ვირუსული დაავადება. დიახ. რომელიც ფაქტურად მოსახლეობას მასიურად მოდებია. მოსახლეობამ არაფერი არ იცოდა, აი ამ ქალაქმა დაიძინა, იყო ძველი ხელისუფლება, დემოკრატიული საქართველო გაიღვიძა და ხდებიან სხვა ხალხი, სხვა ჩასულობით ანსაცმელში ჯარისკაცები, ასკერები პატრულირებენ ქუჩაში, არც სათარუშობენ მოსახლეობას და განსაკუთრებით რთული სიტუაცია შეიქმნა ბათუმის სამავთყოფოში, სადაც მოსახლეობა მიდიოდა მასობრივად ამ დაავადების საწინააღმდეგოდ. ერთადერთი ბათუმში მაშინ არსებობდა ერთადერთი სამავთყოფო, თანამედროვე რესპუბლიკური სამავთყოფო იყო უწინ, აი თანამედროვე ცენტრალური კლინიკა. ფაქტიურად საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლება ერთდროულად აღმოჩნდა ბოლშევიკებისა და ასკერების ჯარების პირისპირ. ახლა რა ხება ბოლშევიკებს. აი მე ვამბობ ახლა უბრალოდ ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვამბობ ბათუმის ექიმის იმდროინდელი ექიმის შესანიშნავი თქვენ სწორი რემარკა აღნიშნეთ, აი როდესაც თქვა დილით გაიღვიძა ქალაქმა და აღმოჩნდა ასკერების საჯარისო ნაწილების არა მე ეს რა თქმა უნდა ეს ძალიან გაუკვირდა პურის მაღაზიებშიც კი არ უშვებდნენ ხალხს. სპეციალური ესე იგი კომენდანტის შენობა იყო, ხოდაშვილის კომენდანტის ამის შემდეგ რა მოხდა? ახლა ამის შემდეგ საინტერესო და საყურადღებო ის იყო, რომ ჟორდანიას არაფერი არ დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ ბოლშევიკები გაანთავისუფლა ციხიდან სერგო ქავთარაძის მეთაურობით. იმ დროს 1921 წლის 18 მარტისათვის ბათუმში იყო დაახლოებით 150 ბოლშევიკი იყო ბათუმის ციხეში დაპატიმრებული. გამომთხრელი საქმიანობის განთავისუფლა რისთვის? განთავისუფლა იმისათვის, რომ იმ ვაგონში ჟორდანიამ დაიბარა სერგო ქავთარაძე და გუბერი, ცნობილი რევოლუციონერი და ცნობილი ესე იგი ბოლშევიკი მოღვაწე დაიბარა და პირდაპირ უთხრა, რომ ჩვენი მთავრობა აპირებს წასვლას. მიაქცეთ ყურადღება, ხოლო თქვენ ხართ თქვენი ხელისუფლება მოვიდა თბილისში 25 თებერვალია. ამიტომ თხოვთ ბათუმი არ ჩავაბაროთ მტერს. თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ და თქვენ შეგიძლიათ რომ ესე იგი შეაჩეროთ თურქები და კიდევ ერთი რამ უთხრა, რომ 150 კაცი თუ არ ყოფათო, 150 კაცი იყო მაშინ ეს ჩვეულებრივი რიგითი ბოლშევიკები ბათუმის ციხეში, მაშინო ბათუმში არსებული სამხედრო ჯარისკაცებიო დაიხმარეთო. მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენ რა ხდება, სერგო ქავთარაძე კატეგორიულ ვარზე წავიდა. სერგო ქავთარაძე უთხრა, რომ მე არ ვარო სამხედრო ესე იგი პიროვნებაო, მე არაფერი არ გამიგება ჯარისო, ამიტომ მე ვარს ვამბობო, ჩაუდგე სათავეშიო იმ ცავდასხმის ზღუდებს, რომელიც თქვენ ფიქრობთ ბათუმში უნდა გავაკეთოთო. აი როდესაც სერგო ქავთარაძემ ვარი უთხრა და უკვე თურქებისა ბათუმი და ნელ-ნელა ეგუებოდა, ესე იგი უკვე ხალხი უკვე მიხვდა, რომ უკვე გადავიდა სხვა სახელმწიფოს ხელში. მაშინ დაიბარა ჟორდანიამ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ატაშე სამხედრო საკითხებში ბათუმში იყო ასეთი პიროვნება შეინმანი. შეინმანი და მას თხოვა,
რომ თქვენი ხელისუფლება მოსულიაო და ამიტომ ეგეთ თქვენ უხელმძღვანელოთო ბათუმ მაზნიაშვილი არ გახსენებია ჟორდანიას, იმიტომ რომ პირადად არ უყვარდა მაზნიაშვილი და მასთან დიდი კონფლიქტი ჰქონდა. ხო აი და შენი მამა უთხრა თანაც იცოდეთ რომ მიაქციეთ ყურადღება რომ 1921 წლის 16 მარტს დაიდო თურქეთ საბჭოთა ესე იგი რუსეთს შორის ხელშეკრულება, რუსეთი ცნობდა ქემალისტურ თურქეთს, ქემალისტური თურქეთი ცნობდა საბჭოთა ხელისუფლებას. ეს იყო უმთავრესი საბჭოთა ხელისუფლებისათვის და თქვენ წარმოიდგინეთ ეს შესანიშნავად იცოდა რუსეთის წარმომადგენლებმა და უთხრა რომ მეო ვერ ვიბრძოლებო თურქეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ასეთი ხელშეკრულება არის დადებული. ფაქტურად უკვე დაკარგული იყო ქალაქი. ხელმძღვანელი არ ჩანდა, თურქები ბოგინობდნენ ქალაქში, მთელი ქალაქის ოკუპაცია მოაქციეს. ქიაზიმბეი თავი გამოაცხადა ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორად, ბათუმში გამოაკრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა, თვითმმართველობის შენობაზე, ცენტრალურ ადგილზე, ყველა მაღაზიებში, რომელიც იმ დროიდან ბათუმში არსებობდა, გამოკვლილი იყო ბრძანება ნომერი 1, სადაც მოსახლეობას მოუწოდებდა ამიერიდან ეს ქალაქი გადავიდა ოსმალეთის თუ თურქეთის შემადგენლობაში, თქვენ ხართ თურქეთის მოქალაქეები, აღდგა კანონიერება, ისინი 1978 წლის რუსეთ-თურქეთის რუსეთ-თურქეთის ომი, როდესაც თურქები დღესაც კი მიიჩნევენ დამღუპელ და დამაქცევრად თურქეთის ისტორიაში. დაუბრუნდა ეს ტერიტორია ოსმალეთის ხელისუფლებას, ამერიდან თქვენ ხართ ოსმალეთის თურქეთის ხელისუფლების იმ სახელმწიფო სრულუფლებიანი მოქალაქეები. აი ზუსტად აი ამ მომენტში ჩვენ ახლა კარგად ავხსენეთ თუ როგორ მოხდა ფაქტობრივად ჩვენი ქალაქის ოკუპირება, შეიცვალა დღის წესრიგი, შეიცვალა აბსოლუტურად მთელი ანტურაჟი და ყველაფერი ჩვენს ქალაქში და მიუხედავად ამისა, ბათუმი მაინც დარჩა საქართველოს შემადგენლობაში, ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. რატომ გადაწყდა საბოლოოდ ასე და მოსკოვის ხელშეკრულებას რატო შეეწინააღმდეგნენ საბოლოო ჯამში? მესმის თქვენი შეკითხვა, ვის გაახსენდა გიორგი მაზნიაშვილი? ისმის კითხვა. რადგანაც ბათუმის დამცველები, ბათუმის ხელისუფლება, ბათუმის საჯარისო ერთეულები და ხელმძღვანელი არ არსებობდა. არ არსებობდა. ბათუმი იყო საერთოდ უკვე ტრის ხელში. გაახსენდა მაზნიაშვილი პატრიოტ ქართველ გენერლებს. ვარლამ წურუკიძეს, მე მინდა რომ საზოგადოებამ ეს გვარები დაიმახსოვროს მაზნიაშვილთან ერთად ბათუმის განთავისუფლებაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვის. დათა ართველაძეს, გიორგი სუმბათაშვილს, ვარლამ ჯიბლაძეს და გიორგი მამასახლის. აი ეს პიროვნებები აუცილებლად უნდა იცოდეს საზოგადოება. აი ამათ ისინი მივარდნენ ჟორდანიას პირდაპირ კაბინეტში, რა არ უძახეს მოღალატე გამყიდველო, რომ ამიერიდან ბათუმი უკვე ტრის ხელშია, თქვენს მიგიძღვის ამაში წვლილი და შთამომავლობა წყევლად კრულით მოიხსენიათ თქვენს სახე. მოგიწოდეთ დღესვე დაწეროთ ბრძანება გიორგი მაზნიაშვილის, ესე იგი ბათუმში საჯარისო ესე იგი შენაერთების ხელმძღვანელად დანიშნვის შესახებ. ჟორდანიას ხელი ჩაუქნევია, როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობდა, რაც გინდათ ის ხელით. ისე ბოლომდე არ უყვარდა ესე იგი მაზნიაშვილი ჟორდანია. სასწრაფოდ შეატყობინეს იმ ჟამად მაზნიაშვილი საჯავახოში იმყოფებოდა და ფრონტის უფროსი უნდა შეეჩერებინა ბოლშევიკები, აი ბათუმისკენ არ უნდა გამოეშვა. როდესაც ჟორდანია ის მაზნიაშვილმა გაიგო რომ ასეთი სიტუაცია იყო შექმნილი, მან სასწრაფოდ მიატოვა საჯავახოს, კი არ მიატოვა, უბრალოდ გადააბარა სხვა პიროვნებას, 50 კახელი, ესე იგი პარტიზანული შენერთები იყო, არსებობდა პარტიზანული ბრძოლები იყო გაჩაღებული იმ ბოლშევიკების წინააღმდეგ, 50 კაცთან ერთად მივიდა ესე იგი საჯავახოს რკინიგზის სადგურზე, სადაც ჩამოდგა ვალოდია გოგვაძის, გადაშორის ვალოდია გოგვაძე ეს ლეგენდარული ჯავშნოსანი მატარებლის ესე იგი ხელმძღვანელი იყო, რომელმაც ყველაფერი გაიგო გოგვაძისაგან, იმ მაზნიაშვილმა რა სიტუაცია იყო შექმნილი და უთხრა რომ ეს 50 კაცი მის მატარებელში მოთავსებული იყო, ჩაიყვანა მახინ ჯაურამდე, მახინ ჯაურში ის გოგვაძემ გადაკოცნა მაზნიაშვილი და მას გამარჯვება უსურვა, თვითონ დაიხია უკან და ესე ნეიტრალურ ტერიტორიაზე დადგა, მოლაპარაკება იყო რომ გარკვეულ თუ გამწვავდებოდა სიტუაცია, გოგვაძეს მატარებელი და მატარებელში მყოფი ესე გვარდიელები ჩაბმულიყო ბრძოლაში.
მაზნიაშვილი ჩამოვიდა, მას ახალი ცხენი დაახვედრეს, ის სასწრაფოდ მივიდა იმ 4 ვაგონიდან, რომელიც ჟორდანიას ჰქონდა, ერთ-ერთი ვაგონი თავისუფალი იყო, იქ შევიდა გიორგი მაზნიაშვილი, მოითხოვა მხოლოდ და მხოლოდ რუკა, ერთი კონიაკი თუ გექნებათო. ყველა ჯარისკაცები ესე სამხედროების ერთად სვამდნენ, არ სვამდნენ, იმისათვის დიდი ბრძოლის წინ კონიაკი თუ იქნებოდა, ისიც მოუტანეს, ერთი დღის განმავლობაში მოხაზა ეს გენიალურმა და სუპერ ტალანტმა, ამ სიტყვის სრული და პირი მნიშვნელობით საბრძოლო მოქმედება გაითვალისწინა აბსოლუტურად ყველაფერი. ბათუმი მაშინ იყო დაყოფილი 8 ფორტად. ფორტები იყო საბრძოლო სიმაგრეები, ეს საბრძოლო სიმაგრეების შორის მანძილი იყო კილომეტრი ნახევარი. იწყებოდა ფორტი ბარცხანიდან, სულ იყო 8 ფორტი და მთავრდებოდა კახაბრის ფორტი. ესე იგი, ფაქტიურად რაში იყო საქმე? ეს ფორტები უნდა განაწილებული იყო გენერლებს შორის და ბათუმის ფორტი და კახაბრის ფორტი დაყო მაზნიაშვილმა 2 ნაწილად, ქალაქის ფორტი და ბარცხანის ფორტი ჩააბარა გენერალ ვარლამ ჭულუკიძეს, მივაქციოთ ყურადღება ამ გენერალს, უზარმაზარ გენერალს, ხოლო კახაბრის ფორტი დათა აშპენაძეს ჩააბარა და შეადგინა აბსოლუტურად ყველაფერი და როდესაც ჯარისკაცება გაიგო, რომ გიორგი მაზნიაშვილი ჩამოვიდა ბათუმშიო, უკვე გაქრა ის დაბნეულობა, ის ესე იგი ხელჩაქნეულობა აბსოლუტურად შეიკრიფა მთელი ჯარისკაცი და მოსახლეობას კი, მთელი ბათუმი გამოვიდა. მაზნიაშვილი წარდგა ამ ჯარის წინაშე და შემდეგი სიტყვებით მიმართა მას. არასოდეს არ დაჭერებია სამშობლოს თქვენი თავი ისე, როგორც დღეს. ამიტომ გადავდოთ ყველაფერი უკან და ვიზრუნოთ ბათუმის და ესე განთავისუფლებისათვის და ჯარმაო იქუხაო აი ამ სიტყვების გაგონების შემდეგო დედამ შეერთო ცოლათო თუ უკან დავიხიოთ და თუ ჩვენ ბოლომდე არ მივყვანოთ ეს საქმეო და ძალიან საინტერესო არის ერთი ამბავი აჭარის მოსახლეობა სადით გაჭარის მოსახლეობა გადასწორის არა თუ იდგა არამედ მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში გადავიდა გენერალ ასლან აბაშიძის 100-კაციანი ცხენოსანი ჯარი. მთელი აჭარის წყლის ხეობიდან დაიძრა მოსახლეობა მაზნიაშვილის გვარის გაგონებაზე. ეს იყო აბდულ მიქელაძე, ეს იყო ოსმან უზუნაძე, ხასან ლორთქიფანიძე. სახლებიდან მოდიოდნენ, იარაღად მოქონდნენ, ყველაფერი რაც კი ხელში ჰქონდა, დანებით და ხილებით წამოვიდნენ. და ძალიან თუ შეიძლება ითქვას, მაზნიაშვილი იგონებს თავის მოგონებაში, რომ ეს მოსახლეობა, როდესაც დავინახე, რომ მასიურად მოდიოდა და ზოგი მკოცნიდაო და ზოგი ჩემცხენს ეხვეოდაო და ესე იგი აქ უკვე გამარჯვება უნდა ყოფილიყო. და ფაქტიურად დაბრუნდა არავში იმაში ვაგონში მაზნიაშვილი და შეადგინა გეკონდა ულტიმატუმის წესი გაუგზავნა ქიაზინ ბეის და უთხრა 24 საათის განმავლობაში დაეცალა ბათუმი და თუ ის ბათუმს არ დაცვიდა მაშინ მიეღო ბრძოლა და დაიწყო ის დიდი ეპოპეა რომელიც ბათუმის განთავისუფლებისათვის არის ცნობილი დიდი გამარჯვება მოიპოვა ბარცხანის ფორტთან გადაშორის ბარცხანა იყო ახლა თავისო თევზის ბაზარი რომ არის აი იმ ტერიტორიაზე მთლიანად იყო ბარცხანის პორტი ეგრეთ წოდებული სამხედრო ეშმაკობა გაითამაშა როგორც ჩანს ვალოდია გოგოაძესთან მოილაპარაკა ეს ეშმაკობა მაზნიაშვილმა მატარებელი შემოუშვა მატარებელში გადაასვა ჯარისკაცებს წითელი არმიის ესე იგი ფარაჯები და ფაქტურად იმ თურქებს ეგონა რომ ბოლშევიკები მოდიანო ჩვენ წინამდე საბრძოლველადო გამოარდნენ აი ამ ფორტების გახსნეს კარები გამოარდნენ გადაკეტეს ეს გზა არ მიცეს მატარებლის წასვლის საშუალება შევარდნენ ვაგონებში ბევრი მოკლეს მიაგზეთ ყურადღება ძალიან 14 კაცი მოკლეს დანარჩენი დააპატიმრეს მაგრამ ისე გაერთნენ აი ამ ბრძოლაში რომ დაავიწყდათ ესე იგი დაკეტვა აი ამ კარების ამით ისარგებლა იქვე ჩასაგრებული ასლან აბაშიძის 100-კაციანმა ბრიგადამ განსაკუთრებით გენერალ ბოდიში პოლკოვნიკ ფრიდონ ჭულუკიძის კიდევ 100-კაციანმა ჯარმა ელვისის სწრაფით შეიჭრნენ აი ამ დაღებულ კარებში და ფაქტიურად მუსრი გაავლეს 120 ასკერი მოკლეს და რამოდენიმე ასეული ასკერი დიდი რაოდენობით იყო ასკერები ბარცხანის ფორტზე წვეთ ჩაიგდეს და ფაქტიურად განთავისუფლდა ყველაზე უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი აი ამ ზონაში ბარცხანის ფორტი, მაგრამ გადამწყვეტი აღმოჩნდა კახაბრის ფორტი. კახაბრის ფორტს უნდა გადაეწყვიტა ბათუმის ბედი, რადგანაც ქიაზინ ბეის სასწრაფოდ თხოვა ყარაბექილ ფაშას
თურქეთის ჯარების ხელმძღვანელს სასწრაფოდ 6000 მეომარი გამოეგზავნა. ეს მეომრები დაიძნენ, ამიტომ ელვისი სწრაფით უნდა მოხდარიყო კახაბის ფორტის განთავისუფლება. თუ ის არ განთავისუფლებოდა, დარცხანის ფორტის გმირობა ფაქტიურად არც არაფერი გამოჩნდებოდა. აი აქ იყო უზარმაზარი ბრძოლა და მართლაც რომ დიდი გამარჯვება კახაბის ფორტზე აქ აჭარის მოსახლეობამ ივაშკაცა. ფაქტიურად როგორც მემატიანი ამბობდა, აჭარის ოსმან მიქელაძეს და განსახასან ვორტკიპანიძისა და ესე იგი მემედ უზუნაძისა და აი განსაკუთრებით ხულველი ალი რემაძის ხოლოდან ჩამოსული მეომრების ჯარმა გადაკეტეს კახაბის ფორტზე ისეთი ბრძოლა გაუმართეს თურქებს რომ ყველა ესე იგი ქუჩის ზისპირას, ყველა ხიძირას, ყველა მდინარის პირას ასკერების გამებით გაივსო იქაურობა. დიდი ბრძოლები გაიმართა, აქ უნდა ვახსენოთ მაიორი პავლე ქარუმიძე, ბატალიონის ესე იგი არტილერისტი და სხვადასხვა ძმები ქარუმიძეები, რომ ქარუმიძე წერდა თხოვდა მაზნიაშვილს რომ ყველა არტილერისტი მომიკლესო. ცოცხალი არავინ არ არისო და მარტო და ჩვენ ვართ იძულებული რომ ჩვენ ვისროლოთ აი ამ არტილერიიდანო. შემდეგ მაზნიაშვილმა სასწრაფოდ მოძებნა ბათუმის მოსახლეობაში 20 მეომარი 20 პიროვნება რომელიც ადრე არტილერიაში მუშაობდნენ და სასწრაფოდ გავუშვა ქალუმიძის დაქვემდებარებაში. საოცარია ბატონო და ისე ხვებით რომ ჩვენ საათობით შეგვიძლია მოვისმინოთ ეს საოცარი რეზიუმე რომ გავაკეთოთ 18 მარტის მოვლენების ბათუმის ბრძოლების ერთგვარი შეჯამება და ამით რომ დავასრულოთ ეს ძალიან საინტერესო. რა თქმა უნდა საინტერესოა, ეს აუცილებელია, ეს სიცხვილია რომ ბათუმი ეს არ იცოდეს, ეს ბათუმის შეურაცხყოფა, ბათუმლების შეურაცხყოფა, ჩვენ ისტორიის ციხლის კრა, რომ ბათუმი არ იცოდეს 1921 წლის 18-20 მარტი. ვერც თქვენი გადაცემა, ეს პატარა ფორმატი, ამას უნდა საერთოდ სერიოზული და კარგი გადაცემა, აგანაც ბათუმის ისტორიაში, ამ დიდ ისტორიაში, მაგალითად ორი თარიღია. ახლა კი ის პირველი თარიღი 77-78 წლების ომი, ბათუმის განთავისუფლება და 1921 წლის 18-20 მარტის ბრძოლები, ბათუმის მეორეჯერ განთავისუფლება. ეს რომ არ ყოფილიყო არჩუნავი იქნებოდა, არც ეს ხალხი იქნებოდა და არც ბათუმი სულ სხვა განზომილებაში იქნება. და ერთი რამ არის, დიახ, გაიმარჯვა მაზნიაშვილმა, შესანიშნავი თავისი გენიალური სამხედრო ტალანტისა და სამხედრო ნიჭის წყალობით, მაზნიაშვილთან ერთად მე თავში თქვი რომ გენერლების დიდი დამსახურება წულუკიძე, ასანაბაშიძე, ესე იგი დათართმენაძე და ასე შემდეგ და ერთი რამი დათქვა აუცილებლად 1921 წლის 23 მარტს ბათუმში ჩამოვიდა სერგო ორჯონიკიძე, რომელმაც ესე იგი თითქოს ქედი მოიხარა დაღუპულების წინააღმდეგ და შემდეგ შეხვდა დაღუპულების წინაშე, შემდეგ შეხვდა მაზნიაშვილი და მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა. შენ მენშევიკების გენერალო, კანონგარეშეთ იყავი გამოცხადებული. ნებისმიერ ჩვენთაგან შეეძლო შენი შეპყრობა და დახრეთა, მაგრამ ჩვენ არ დახრეთ თუ ჩვენ მხარეზე გადმოხვალ და ჩვენთან ერთად იუმეფო. აი მაზნიაშვილის სიტყვები, მაზნიაშვილის ფრაზა, რომელიც ზარივით რეგდა ყველა თაობის ქართველი შეაქცენებს, რომ საქართველოს ომებისა და ბრძოლების ქვეყანა და საქართველოს არ დათხოვს თავისუფლებას. მე არც მენშევიკების და არც ბოლშევიკების გენერალი არ ვარ. მე საქართველოს გენერალი ვარო. ასეთი დიდებული შესანიშნავი მიზანმიმართული სიტყვები არავის საქართველოს ისტორიაში ფრაზების ისტორია საქართველოს გენიალური და დაივით დავასრულოთ. თაგენაც დასასრული უნდა იყოს, აგენა თქვენი ფორმატი აქეთკენ მიდის, რომ მე თუ ერთი გაბრაზდებული თაობა დამხრეს, მაზნიაშვილის სიტყვებია, მეორე დამშვიდებული თაობა ჩემს სახელს მტრეთით აღადგენს და კტემამოსილების შემოსავსო. დიახ, მაზნიაშვილი ღირსია არა მარტო ბათუმელების განსაკუთრებით, არამედ საქართველოს მოსახლეობის მისი სახელი კტემამოსილების შემოსავსო. ვამბობ თქვენს ეთერში, მithქმია უკვე მე-20 გადაცემა, ორჯერ ვარ ამ საკითხზე თუ უფრო მეტი არა, გამოსული სხვადასხვა ტელევიზიებში და თქვენ ტელევიზია საქართველოს ტელევიზიებში და არაერთი სტატიის ავტორი ვარ და მონოგრაფია გიორგი მაზნიაშვილზე, ვამბობ ერთ რამეს, გიორგი მაზნიაშვილი ბათუმის გადამრჩენელი. გიორგი მაზნიაშვილი ბათუმის საქართველოს შემადგენლობაში დამტოვებელი. გიორგი მაზნიაშვილი უზარმაზარი ქართველი გენერალი, რომელმაც თავის ყველა
ბრძოლები თითქმის ყველა ბრძოლა, რომელიც დემოკრატიულ საქართველოს 1918 წლის 26 მაისიდან 21 წლის 25 თებერვალში გადაუხდა, ყველა ბრძოლის გენერალი და ყველა ბრძოლაში გამარჯვებული. ბათუმის შემნარჩუნებელი. აი ეს არის ეს პიროვნება, ღირსია დიდების, ღირსია ყემამოსილების და ღირსია უდიდესი შარავამდედით. დიახას ქართველმა ერმა თავის დროზე ეს გააკეთა და ასე უნდა იყოს სულ. ხოლო მისი დავიწყება და ამ დიდი ამაგის ესე იგი იგნორირება, ეს არასწორი იქნება, ეს შეურაცხყოფა იქნება იმ 50 კვირის, რომელიც ესე იგი ფაქტიურად აგერ ახლოს ჩვენგან, აი ამ გადაცემიდან სულ რამოდენიმე მეტრის დაშორებით იქ წვანან ბათუმის თავისუფლებისათვის, ანუ იმ ბათუმლებისათვის, რომელიც დღეს ამ ქალაქში ცხოვრობენ და ამ ქალაქში მოღვაწეობენ. დიახ, დიდება, ყემამოსილება მაზნიაშვილს, სხვა გენერლებს მაზნიაშვილთან ერთად და იმ მეომრებს, რომლის სიცოცხლის ფასად ბათუმის შეუნარჩუნდა თავის დედა სამშობლოს საქართველოს. დიდი მადლობა. ნამდვილად ჩვენი ფორმატი ვერ სწვება იმ ისტორიულ მოვლენებს, თქვენ ისე საინტერესოდ საუბრობთ და ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს გაგვეხსენებია კიდევ 18-20 მარტის მოვლენები. მადლობა ბატონო ოთარ გოგოლიშვილი, ისტორიკოსი გახდათ ჩვენი სტუმარი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიხსენა 1921 წლის 18-20 მარტის ბათუმის მოვლენები. მეგობრებო, შემდეგ თემაზე უნდა გადავიდეთ, რომელიც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია და ჩვენ ქალაქს ეხება. ვისაუბრია მათ შორის ისეთ სტარტაპებზე, რომლებიც ახერხებენ გარკვეული ნარჩენების, ასე ვთქვათ, სეპარირებას და შემდეგ აი ამ ყოველფრით მნიშვნელოვანი პროდუქციის შექმნას, მათ შორის იგივე შეიძლება გავიხსენო ახლა TN, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა სტარტაპი როგორც დამწყები საქართველოში და არაერთი მსგავსი პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, თუმცა როგორია დღეს ცირკულარული პოლიტიკა საქართველოში, რამდენიმე კვირის წინ თუ არ ვცდები განაცხადა ეკონომიკის სამინისტრომ, რომ 1.3 არის მოცულობით, ასე ვთქვათ, ცირკულარული ნარჩენების საქართველოში, რაც შედარებით დაბალი მაჩვენებელია, თუმცა ამბობენ, რომ არსებობს პოტენციალი ამ მიმართულებით, უფრო ცლად ვისაუბროთ დარგის წარმომადგენელთან ერთად და გარემოს დამცველთან ერთად, კახა გუჩმანიძე, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის. მოგძანდით ბატონო კახა. მივოვიხილოთ, შევადაროთ და გავიგოთ თუ როგორია ცირკულარული პოლიტიკა დღეს საქართველოში. მოგესალმებით, ერთხელ. დღეს არის რეციკლირების მსოფლიო დღე. ავხსნათ მაყურებელს. გულისხმობს ეს ტერმინი, იმიტომ ხშირად როცა ვახსენებთ ხოლმე ამ ცოტათი უჩვეულო ტერმინებს, მაყურებლები გვიწერენ, რომ აი ვერ გავიგეთ, ქართულად ვისაუბროთ. რეალურად ეს არის ტერმინი, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში და რა კონცეფცია აქვს, ამას გაგვიმარტავს კახა. კი ბატონო. მოკლედ სირედით არსობრივად შევეხები, რომ თვითონ რეციკლირება ნარჩენების მართვის თვითონ პროცესის შემადგენელი ნაწილია. ნარჩენების მართვა და მით უმეტეს ნარჩენების მდგრადი მართვა არის ერთგვარი ჯაჭვური პროცესი, რომელიც იწყება მისი საციცოცხლო ციკლი, ესე რომ ვთქვათ, ბჭალებში იწყება სწორედ ნარჩენის წარმოქმნიდან, შემდეგ შენახვიდან, გადაცემიდან, ტრანსპორტირებიდან, აღდგენითი ღონისძიებიდან, შემდგომ უნდა მოხდეს მისი დეპონირება, მართვა და დახურვის შემდგომი მართვაც უნდა განხორციელდეს და ეს მთელი ციკლია საკმაოდ რთული, სამართლებრივად ძალიან რთულად გაწერილი მენეჯმენტისა და სამართავადაც საკმაოდ რთულად სამართავი პროცესია, რომელიც ასევე დანახარჯიანი პროცესია. აი ჩვენ აღდგენა ვახსენეთ, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და აღდგენა არის როცა ჩვენ საუკეთესო დანიშნულებით ხელახლა ვახერხებთ ნარჩენის გამოყენებას და ერთგვარად იმ პირველდენ ციკლში ვაბრუნებთ. და ამ აღდგენის ღონისძიებაში შედის სწორედ რეციკლირება და სწორედ აღდგენა მოიცავს რეციკლირებას და განსხვავება არის იმაში, რომ აღდგენა თუ გულისხმობს ენერგიის აღდგენასაც, რეციკლირება არის პროცესი, როდესაც ნარჩენად ქცეული ნივთის დაბრუნება ხდება, ან იგივე, თქვათ, პეტბოთლის შემთხვევაში იგივე პეტბოთს ვაკეთებთ, ან რაიმე ტიპის სხვა პროდუქტს ღებულობთ და ეს ყველაფერი ბრუნდება ერთიან ციკლში, შეკრულ ციკლში. ბოდიში კახაი, რა პროცესები უძღვება
ზღვის უფრო ვრცლად ავხსნათ სანამ იქამდე მივართ რომ გადავამუშავებთ ამ მასალებს და ახალ სიცოცხლეს მივცემთ, მანამ რა პროცესები უნდა გაიაროს ამ მასალამ? პირველი ძალიან კარგი შეკითხვა. ჯერ შევთანხმდეთ რომ რეციკლირება გადამუშავებას ნიშნავს და ერთიან ციკლში recycling, ერთიან ციკლში, ისევ იგივე ციკლში დაბრუნებას და რომელ ციკლში ამას რამოდენიმე წუთში ყველაფერს უფრო გამოწვეული და დეტალურად გეტყვით. პირველ რიგში უნდა მოხდეს სისტემური აწყობა ნარჩენების მართვისა ისე, რომ პროდუქტი, რომელიც რეციკლირებას ექვემდებარება და ძირითადად ესენი არის, ყველა ექვემდებარება იდეაში, მაგრამ ყველაზე კარგად ეს არის პლასტმასა, ეს არის მინა, ეს არის ლითონი, ეს არის გარკვეულწილად ორგანიკა, რასაკვირველია, ეს არის მაკულატურა, ქაღალდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენთან ძირითადად რამოდენიმე ფრაქციაზე გვაქვს წორება და დროთა განმავლობაში ეს ფრაქციის მრავალფეროვნება დარწმუნებული ვარ. თავარი გამოწვევა მაინც სპეციფიური ნარჩენები არა? რა თქმა უნდა, ეს მათ შორის შემადგენელია თუნდაც პედბოტის სპეციფიური ნარჩენის სასულები გეთანხმებით. უნდა მოხდეს ამ ყველაფრის სეპარირებული ფრაქციული შეგროვება, ან კონკრეტული რეციკლირებას დაქვემდებარებული ფრაქციების იდენტიფიცირება, შემდგომ ამის შეგროვება, ამას კანონმდებლობაც გავარდებულებს კოდექსი უკვე 2019 წლიდან, თუმცა არაჯერმად კეთდება, შეგროვება და რატომ შეგროვება და რატომ სეპარირება. იმიტომ რომ როცა ჩვენ წყაროსთან, ოჯახში ან თუ რაღაც კონკრეტულ წერთან ვახერხებთ ამ ყველაფრის სეპარირებას, ვიცავთ იმ წესებს, რაც დასაცავია. მაგრამ ოდესაც ეს ყველაფერი ერთინად იყრება ნაგავმზით, მანქანაში მიდის ნაგავსაყრელზე, ეს დაპრესილია, მას ის ნივთობრივი ღირებულება და ის სასაქონლო ღირებულება ეკარგება. იგივე მინას, იგივე პლასტიკს და მისი სასიცოცხლო ციკლში ჩართვა გაცილებით უფრო რთული ხდება. ამიტომ ყველაზე კარგი არის, ოდესაც სუფთად გაცილებით დაბალდანახარჯიანია, როცა ჩვენ ოჯახში პირველ წყაროსთან, საწყის წყაროსთან ვახერხებთ თუნდაც რამოდენიმე ფრაქციის დასეპარირებას და ისე მიწოდებას გადამამუშავებელ ბაზარზე. ეს არის თავი ჩაგეკითხებით აუცილებლად კანონმდებლობის მიხედვით და ზოგადად ამ ინიციატივით საზოგადოება აყვა ეს თქო ამ ნარატივს. მათ შორის, ოდესაც სეპარირებას ახდენს საზოგადოება, იქ უკვე ამ ნარჩენის ერთიანად ყველაფრის ეს თქო ერთ სივრცეში ჩაყრა და შემდეგ ან მოტყუებული რჩება ფაქტიურად მოქალაქე, ანუ ესეთი შეგრძნება აქვს, რომ თითქოს ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. შეიძლება სეპარირება მოახდინო კონკრეტულ ნაწილში, თუმცა რომ ეს ყველაფერი ერთად ხდება. ამ შემთხვევაში საუბარია გადამამუშავებელ ეს თქო დაწესებულებებზე, რომელსაც შესაბამისად თქო ღირებულება არ გააჩნიათ, გულისხმობ რას, რომ გარკვეულ მუნიციპალიტეტებზე არის ალბათ აქცენტი გასაკეთებელი, რომელსაც არ შეუძლიათ თუ ძალა არ შესწევთ იმისა, რომ გაუმკლავდნენ თლიან ამ სეპარირებული ნარჩენების თქო გადამუშავებას. მოდით დავიწყოთ იქედან, რომ მარტო მუნიციპალიტეტებს არა, ქვეყნის გამოწვევა ის, რომ ჩვენ რაღაც გროტესკულად ვიტყვი, ნაგავი და ნარჩენი გვაქვს ძალიან ცოტა. საქართველოს შემთხვევაში ჩვენი დებეტი წლიური არის დაახლოებით 1,000,000 ტონამდე. სასაცილო ციფრია იმისთვის, რომ რაიმე ტიპის განსაკუთრებული მოცულობითი, რა ქვია, აი თუნდაც ქარხნის ინსტალირება მოახდინო და იფიქრო აი მოცულობით ბიზნესი. ეს არ არის ის რაოდენობა და ქვეყნის მასშტაბით არის, რომ რაღაც კონკრეტული ბიზნესი განსაკუთრებით დაინტერესებს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს კანონმდებლობით გაწერილი, წინაპირობაა იმისა MGV ორგანიზაციების ჩართვით, რომ იდეაში მივიდეთ აქამდე, რომ გავინაწილოთ პასუხისმგებლობა. სეპარირება არის წინაპირობა იმისა, რომ სუფთა და კარგად შეფუთული საქონელი მივიღოთ გადამამუშავებელ სექტორში, მაგრამ ერთია მივიღე, მეორეა დავასეპარირე და ყველაზე მთავარი არის ის, რომ უნდა მოხდეს სტიმულირება იმ კომპონენტისა, რასაც რეციკლირების კომპონენტი ქვია. დღეს რო ჩვენ მონაცემები ამოვიღოთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ნარჩენების მართვის მუნიციპალური ხუწლიანი გეგმებიდან, ვნახავთ, რომ რეციკლირების სექტორი ქვეყანაში არის ძალიან მწირად და ღარიბად წარმოდგენილი. ჩვენ პრინციპში არ აგვაქვს გადამამუშავებელი სექტორი. აი გაითვალისწინეთ ისიც, რომ როცა მორფოლოგიური კვლევა ჩავატარეთ, პროცენტული მაჩვენებლები, სადღაც 21-25%-მდე დეპონირებული ნარჩენებიდან მერყეობს და არის მაგალითად პლასტიკი. ცოტა ნაკლები ქაღალდი და მაკულატურა, რომელიც ხშირ შემთხვევაში როცა ნაგავსაყრელზე მიდის, არ არის ისეთ კარგად გამოსაყენებელი შემდგომ ციკლში დასაბრუნებლად. გარდა ამისა, არის სხვა ნარჩენები, რომელსაც ასევე მართვა ჭირდება, თუნდაც ბიოორგანიკა, რომელსაც იგივე კომპოსტირება შეიძლება გამოიყენოს და გერმანიის სოფლის ვერმა კომპოსტირებაზე დგას და ეს ერთ-ერთი ძალიან კარგი წესია სუფთა და ეკოლოგიურად სუფთა სასუქის მისაღებად. ანუ საკითხი არის ძალიან კომპლექსური, რომელიც გულისხმობს, რომ უნდა მოხდეს დანერგვა სეპარირების სისტემისა ქვეყნის მასშტაბით ერთი
შემდგომ უნდა მოხდეს სტიმულირება რეციკლირების ბიზნეს ოპერატორების და კერძო სექტორისა და რაც განსაკუთრებულია MGV, ანუ წარმოების გაფართოებული ვალდებულების მქონე ორგანიზაციების ჩართულობა და რატო? ჩვენ მივიღეთ უკვე ტექნიკური რეგლამენტები, გასაგებად რომ თქვა, მაგალითად ბორჯომს, ნაბეღლავს, კოკა-კოლას და სხვადასხვა ქარხნებს, რომლებიც ჩვენთან არის ფაბრიკები წარმოადგენენ და აწარმოებენ შესაფუთ მასალას, აი და თქვენ ბრძანეთ სპეციფიკურ ნარჩენად იქცევა ეს ყველაფერი. მათ ეძებნათ ვალდებულება მოახდინონ მიკროლევადობა და მისი ბოლომდე მართვა. რაც გულისხმობს იმას, რომ მე წარმოქმნი სპეციფიკური ნარჩენი, მე კოკა-კოლა, ნაბეღლავი, ბორჯომი ვარ ვალდებული, რომ ბოლომდე მოვახდინო მისი შემდგომი მართვა და გადამუშავება, რეციკლირება. თუ ვერ ვაკეთებ, არსებობს MGV ორგანიზაციები, რომელთანაც მაქვს უკვე ბიზნეს ოპერატორს კონკრეტული შეთანხმებები და ვახდენ ამის გადამუშავებას. რას გვაძლევს ეს ქვეყანას? რატომ გადამუშავება? რატომ სეპარირება? რატომ რეციკლირება? პირველი იმიტომ რომ გაცილებით ნაკლები ნარჩენი დეპონირდება ნაგავსაყრელებზე და მისი საციცოცხლო ციკლი იზრდება, ჩვენი გარემოსდაცვით იზრდება, გარდა ამისა ეკონომიკური ეფექტი, რესურსსარგებლიანი ეფექტი. თქვენ წარმოიდგინეთ პეტ ბოთლის შექმნასა და გადამუშავებას შორის იმდენი რესურსი იზოგება, იგივე მინის შემთხვევაში, იგივე ლითონის შემთხვევაში, რომ საკმაოდ დიდი რესურსი იგივე ქაღალდის შემთხვევაში, რამდენი მერქნული რესურსი იზოგება ქვეყნის მასშტაბით, იგივე კომპოსტის შემთხვევაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სფეროს ჭირდება განსაკუთრებული სტიმულირება, თუ ჩვენ გვინდა დღეს უკვე ტრენდად ქცეული მსოფლიოში ფრაზა ცირკულარული ეკონომიკა. არ არსებობს ცირკულარული ეკონომიკა დღევანდელი დღის აღნიშვნის გარეშე გულისხმობ რეციკლირების საერთაშორისო დღეა. ანუ შეუძლებელია ისაუბრო ერთიან შეკრულ ციკლურ ჯაჭვზე, იქ სადაც არ არსებობს ბიზნეს კომპონენტი, რომელსაც რეციკლირების ბიზნეს კომპონენტი ქვია. არის უკვე კვლევები, მასალები მზად იმისთვის, რომ როცა ბიზნეს ოპერატორი დაინტერესდება, მათ შორის ნორმატიული ბაზაც. ჩვენ გვაქვს მორფოლოგიური კვლევა ქვეყანას იმისათვის, რომ ვიცოდეთ, რომ რომელი ნარჩენის, რომელი ფრაქციული მდგენელის გადამუშავება იქნება უფრო რენტაბელური. და ამაზე არის შესაბამისი კვლევები. თუ კი ბიზნესი დაინტერესდება, პირველ რიგში უნდა იყოს ხელშეწყობა ამ ბიზნესის, რა თქმა უნდა, მივიღეთ რას? პირველი განაგვიანება იქნება ნაკლები, ეკოსისტემების შენარჩუნებას, ჰაბიტატების შენარჩუნებას, დეპონირებული ნარჩენი ნაკლები იქნება და ნაგავსაყრელის საცოცო ციკლი იზრდება, გაფრქვევები იქნება ნაწილი, მათ შორის შემცირებული, მათ შორის თბური აირების და ყველაფერი დაბრუნდება რენტაბელურად ეკონომიკაში. იცით რა, ასეთი რაღაც მინახავს საზღვარგარეთ, არსებობს აპარატები, სადაც მოსახლეობას ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავის მიერ გამოყენებული იგივე ბორჯომის ან ნებისმიერი კოკა-კოლის ბოთლი მიიტანოს, ჩააგდოს, ეს აპარატი შეისრუტავს ამ ბოთლს და უბრუნებს გარკვეულ თანხას. ასეთი სახით გიორგი, დაახლოებით 30 აპარატი არის საქართველოში ეს. მე ბათუმში ესეთი აპარატი, მე არ შემხვედრია ბათუმში ესეთი აპარატი და თან ეს რაოდენ мотиваციაა, ხო, თან ვიღაცა 10 ბოთლს ჩააბარებს, ვიღაცა 5 ბოთლს ჩააბარებს, ამით მოხდება, თქვა, დაინტერესება იგივე მოქალაქის პასუხისმგებლობის ამაღლება, რომ ის ბოთლი, თქვა, არ გააგდოს ისეთ ადგილას, სადაც არ მოხდება მისი შემდგომი ბიოდეგრადირება. ამასთანავე სამწუხაროდ ბიოსავარაუდოდ ვერ მოხდება, იმიტომ რომ პლასტიკი დეგრადირება. აქედან გამომდინარე, ვთქვათ, ამ კუთხით ბიზნესის ჩართულობა როგორ შეიძლება მოხდეს, სახელმწიფოს ჩართულობა როგორ შეიძლება მოხდეს. აქვე მეორე კითხვასაც დაგაწევთ, ბატონო კახა, თუ ვთქვათ, არარენტაბელურია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მილიონი კუბური თუ რაც თქვით თქვენ ტონა ნაგავი ბიზნესისთვის, ჩვენ რო ავიღოთ პასუხისმგებლობა გადასახადების გადამხდელება იმისათვის, რომ ჩვენი ნარჩენები თქვათ მართული იყოს და ახალ ბულვარში გასვლის დროს თქვათ არ შემაწუხოს ნარჩენების სუნმა, ხო? ეს პასუხისმგებლობა თუ ბიზნესი არ ინტერესდება, შესაძლებელია თუ არა გადასახადების გადამხდელება ავიღოთ, ანუ სახელმწიფო. მადლობა შეკითხვისთვის, იდეაში გადამხდელი იღებს ამ ვალდებულებას, პირდაპირ კითხვით MGV ორგანიზაციის შემთხვევაში რაღაც დონეზე ეს ეწოლა მოდის
ჩვენზე ვინც შევიძენთ ხოლმე კოლას, გორჯომს, ნაბეღლავს, ფასნამატის სახით ხოლმე. ფასნამატის სახით დიდი ალბათობით არის ნარატივი, რომ მე თვლი რომ ეგ რაღაც დონეზე greenwashing-ია, როცა გვეუბნებიან რომ ეს ყველაფერი უფასოა, არ არის ეგრე, რაღაც დონეს დანამატები რა თქმა უნდა არსებობს, არ არის კოლოსალური, მაგრამ საბოლოო ჯამში არსებობს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, მილიონი ტონა არ არის ცოტა ერთი ბიზნეს ოპერატორისთვის, მაგრამ უფრო მეტიც ძალიან ბევრია. უბრალოდ ჩვენი ქვეყნის რელიეფიდან გამომდინარე, პატარ-პატარა მუნიციპალიტეტიდან გამომდინარე, ეს გაფანტულია თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ ეს არ არის ის დებეტი, რომელიც რენტაბელური ლოჯისტიკურად რთულდება. არის რაღაცას რენტაბელობა, მაგრამ დიდი ბიზნესისთვის არ არის რენტაბელობა. თქვენაც ახსენეთ სულის ემისია, რომელიც ადლის დეპონატორიდან მოდის, ეს არის რა თქმა უნდა პრობლემა, სანამ არ შევა ახალი ნაგავსაყრელი ძალაში და არ მოხდება მისი ტექნიკური რეგლამენტი გათვალისწინებული რეგულაციებით დახურვა, რაც ასევე პროცესია და რატომღაც დღემდე ეს პროცესი არ დასრულებულა. რაც შეეხება თქვენს პირველ შეკითხვას, ძალიან კარგი შეკითხვაა, სწორედ მინდოდა მე შევხვებოდით და გეტყვით რატომ. მოდით შევთანხმდეთ, რომ ცირკულარული ეკონომიკა, რომელიც დღეს მსოფლიო ტრენდია და დღეს ყველა წამყვანი ევროპული ქვეყანა ცდილობს, რომ ერთიანი შეკრული ცირკულარული წრე შექმნას ამ ეკონომიკისა, სადაც ეგრეთ წოდებული zero waste-ის პოლიტიკა არის, ნულოვანი ნარჩენი. აი, მაგით შვეიცარიის შემთხვევაში თითქმის ნულოვან ნარჩენზეა შვეიცარია, მე პირადად ვიყავი ჩასული და დავწმუნდი, ნულოვან ნარჩენზეა დასული. იქედან გამომდინარე, რომ წარმოქმნილი ნარჩენის თითქმის 99%-ის რეციკლირებას ვივართ. ერთი ორგანიზმის ნაწილი ვართ და ვიცავ მე ჩათვალეთ რომ გიცავ თქვენ. ანუ ერთმანეთთან სრულ ბმაში ვართ. ერთ დიდ თლიანს წარმოადგენთ. ამიტომ არის ზიადწუხრის პრინციპით მუშაობს თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა და დიდი ალბათობით მისული ახალ თაობამდე, იმიტომ ძალიან კარგად ასეპარირებენ, რაც ამ ეტაპზე არის წარმოქმნილი. ნელ-ნელა უნდა დავასრულოთ და აი ტრახან მტვერი ახსენეთ, გითხარით ბოლო პერიოდში ბათუმში შეინიშნება დამტვერიანების მომატება, რასთან არის ეს დაკავშირებული? თითქოს იყო ვერსია, რომ ეს უდაბნოს მტვერია. მათ შორის. მოდი თქვათ რით არის მავნებელი პირველ რიგში, იმიტომ რომ PM2.5 და PM10 დისპერსიული მტვრის ნაწილაკები ერთი შეხედვით თითქოს არაფერი, მაგრამ იწვევს უამრავი დაავადების ესკალაციას და პროვოცირებას ჩვენ ორგანიზმში. როგორიც არის ვასკულარული დაავადებები, ობსტრუქციას თუნდაც სასუნთქი სისტემების, ლორწოვანი გარსის ანთებებს. რა თქმა უნდა, ახლა ერთი მტვრის ჩასუნთქვა რაიმე ლეთალობამდე არ მიგვიყვარს, ამის განცდა ნუ გვექნება. არანაირად, მაგრამ ის რომ მოწყვლადები არიან, ფეხძიმე ქალბატონები, ბავშვები განსაკუთრებით და ეს შესაძლოა იყოს გააჩნია დისპოზიციურ პერიოდს, რა პერიოდის განმავლობაში გვიწევს ამ მტვერთან მუშაობა და ხშირ შემთხვევაში, როცა მე პირადად ვაკვირდები სამუშაო მიმდინარეობა სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, თავადვე ხშირად ვწმუნდები, რომ როგორც ჩაშრომის უსაფრთხოების სპეციფიკა არ არის სათანდო დანერგილი და შესაძლოა სამშენებლო მტვერზეა საუბარი. თუნდაც სამშენებლო არასველი მეთოდით, როცა არ გეთანხმებით სრულებით ორივე ხელით, როდესაც არასველი წესით ხდება დამუშავება. ის რომ ჩვენ გვწამლავ ეგ ერთი, ეს რომ ქალაქში დღისით, როცა ტრაფიკიც გაძლიერებულია და ზოგადად ადამიანთა გადაადგილებაც ამას აკეთებ, ეგეც გასაგებია, მაგრამ თავად რო იქ ხარ ნიღბის გარეშე და საკუთარ თავს იწამლავ. ნუ ეხა ამას ხო რაღაც დონეზე შრომის უსაფრთხოების ჩართულობა ჭირდება, რომ გააგებინონ ამ ხალხს, რომ მინიმუმ საკუთარი თავი ხომ გიყვარს თუ ჩვენ არ ძვირად ღირებულია სველი. არანაირად უბრალოდ საჭირო არის, ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე კანონმდებლობა. მით უმეტეს, რომელიც გარკვეულწილად ასოცირების შემდეგ სრულ სინქრონში მოდის ევროკავშირის ჩარჩო დირექტივებთან, ხო? აქედან გამომდინარე კანონმდებლობასთან ჩვენ რაღაც მომენტებში შესაძლოა იყოს კოლიზიური, მაგრამ არა გვაქვს იმდენი პრეტენზია. ფაქტი არის ყველაზე რთული აღსრულების სპეციფიკა. მარეგულირებელი არსებობს. რესურსი აღსრულების არა გვაქვს და აღსრულება ვერ ხდება გამართული მენეჯმენტით. და გვახსოვდეს, რომ გაეროს მდგრადი განვითარების მე-12 პუნქტი გვეუბნება, რომ მდგრადი წარმოება და მდგრადი მოხმარება, რომელიც სწორედ რასაც ჩვენ დღეს აღნიშნავთ, ცირკულარული ეკონომიკის უმთავრესი ნაწილია და რეციკლირების. ანუ თქვენ ამბობთ, რომ მაგალითად თუ ჩვენ დავინახავთ, რომ არასველი მეთოდით ხდება იგივე ქვაფენილის დამუშავება, სამშენებლო სამუშაოები, შეიძლება ხელხაზე დავრეკოთ? დიახ, და უნდა მოხდეს შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურის მიერ მათი სასანქციო ქმედებები, ეს ექვემდებარება სანქციას, გარკვეულწილად ჯარიმები ამ კუთხით და უნდა მოხდეს ამის აღსრულება და მე ვაკვირდები ხოლმე ევროპის ქვეყნებში იმას, რომ საკმარისია რაიმე ტიპის დარღვევა დაინახონ, მიუხედავად იმისა, მე ჩავიარე თუ არა იმ ტურიან ქუჩაზე, თუ ხედავ ან თუნდაც შორეული გამლელი ვარ, ისინი თავს მოვალეთულია, რომ აცნობონ შესაბამის ორგანოებს, რომ
მადლობა კახა. ეს ნამდვილად არ ვიცოდით და მიმართულებითაც აღმოჩნდა ცნობიერება და ინფორმირებულობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. გადაცემის ამ ნაწილში მოდის ინდუსტრია იქნება ჩვენი საუბრის ლაიტმოტივი, კონკრეტულად კი მდგრადი მოდა, რომელიც სწორედ რეციკლირების შინაარსს იზიარებს. ქეთა ჩუთლაშვილი გვერდება ახლა. ის როგორც ვიცით, მოდის დიზაინერთან ერთად იმყოფება და თემაზე გააგრძელებს საუბარს. მოგესალმებით, ქეთა. შუადღემშვიდობის მივესალმები დიდი შესვენების ერთგულ მაყურებელს. მე ახლა ვიმყოფები ერთ-ერთ გამორჩეულ ქართულ ატელიეში, სადაც გავიგებთ მდგრადი მოდისა და ეკომეგობრული ტანისამოსის შესახებ. სამწუხაროდ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის თუ როგორ უნდა შეარჩიოს სწორედ ტანისამოსი, სწორედ ამ ყველაფერთან დაკავშირებით გამესაუბრება დიზაინერი თაკო მექვაბიძე. თაკო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ახლა ჩვენთან ერთად ხართ. შუადღემშვიდობის. პირველ რიგში მაინტერესებს რა არის მდგრადი მოდა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი? ჩემთვის ეს თემა ძალიან საინტერესოა. მეც სიმართლეს გეტყვით, წლების წინ გავიგე ამის შესახებ ერთ-ერთმა ჩემმა მომხმარებელმა და ჩვენთვის საყვარელმა ქეთი მეუვამ მითხრა ესეთი რაღაცა, რომ თაკო მინდა სამოსი, რომელიც როდესაც გამიკეთებ და ბევრი წლები გამოვიყენებ. და მაშინ დავინტერესდი, რომ რატო ბევრი წლები? აი მაშინ გავიგე მდგრადი მოდის, ეკომოდის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი გარემოსთვის, ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში. სხვათა შორის ყოველთვის ეს ქვეცნობიერად იყო თუ რა იყო, ყოველთვის მიყვარდა ძველი სამოსის გადაკეთება. აი ჩემი კარიერაც ესე დაიწყო, ბავშვობიდან რაღაცა ძველ რაღაცებს ვაკეთებდი, ძველი ქვედაბოლოებს გადავაკეთებდი, ტყავებს ვაკერებდი. ნუ მოკლედ ეს თავიდანვე ესე ვიყავი და დღემდე გრძელდება ჩემი კოლექციები, თუ რაიმე გრჩება, ნაშთი ან რაღაცა ყოველთვის ვიყენებ, ან არ მინდა რომ ქსოვილი დავაგდო, ყოველთვის ვიყენებ შიდა სარჩულებად, ნუ ყოველთვის ვცდილობ რომ გამოვიყენო, რადგან რაღაცნაირად მეც შეუწყო ხელი ამ ეკო მოდას. ანუ შესაძლებელი არის რომ ძველი ტანისამოსი ისე გადავაკეთოთ, რომ თანამედროვე და ტრენდული გამოვიდეს. რა თქმა უნდა, როგორც პასუხისმგებლობად ვიღებთ ახალტანსაცმელის შეძენისას, ისევე უნდა მივიღოთ პასუხისმგებლობა ვარის თქმისას ძველი სამოსზე. ან უნდა გავაჩუქოთ, ან უნდა გადავაკეთოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ვარიანტი გადაკეთების არის ძალიან კარგი ალტერნატივა, რადგან მომხმარებელი, ძალიან ბევრი მომხმარებელი ჩვენი მინდა რომ დავაანონსო და თქვა ესეც, რომ ჩვენი სახელოსნო ემსახურება ზუსტად ეგეთ მომხმარებლებს, ვისაც უნდა ძველი სამოსი გაახლოს, გადააკეთოს, ვერევი ხოლმე მეც დიზაინით შემაქვს ხოლმე და რაღაცა საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო რაღაცებს ვიღებთ და მე მოხარული და ეს ფორმა ამ სახელოსნოს თავიდანვე ეს გავიხსენეთ, ეს იყო რა ვიცი 12 წლის უკან იყო და დღემდე შეუნარჩუნე, რადგან ბევრი მომხმარებელი ყავს, ვისაც ძველი სამოსის გაახლება უნდა. როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ტანისამოსი? რა თქმა უნდა, ეს ძალიან ისეთი საკითხია, სინთეთიკური სამოსი 200 წელი ჭირდება, რომ დაიშალოს სინთეთიკურ სამოსს. ამიტომ ყოველთვის უნდა გქონდეს იმის მოთხოვნა, რომ ბუნებრივ სამოსზე გავაკეთოთ, მატერიალზე გავაკეთოთ აქცენტი. ძალიან რთულია ვიტყვი, მეც ახლა ვერ ვიტყვი, რომ 100% ჩემი კოლექციები ყველა ნატურალური ქსოვილისგან მზადდება, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ შიდა მხარე მაინც იყოს ნატურალური, რადგან ეს ადამიანის როგორც ჯანმრთელობისთვის, კომფორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა დავაკვირდეთ და ბევრი სამოსი არ უნდა ვიყიდოთ. ჩვენ გარდირობებში ყოველთვის არის 80% ისეთი სამოსი, რომელსაც არ ვიყენებთ. აი, ამიტომ ყველამ უნდა შევეცადოთ, რომ ნატურალურ ქსოვილებზე გავაკეთოთ. როგორ უნდა განვასხვაოთ ეკომეგობრული ტანსაცმელი ჩვეულებრივი ტანსაცმლისგან? როგორ უნდა განვასხვაოთ და ეხა ყველას აქვს თვითონ ნიშნულა, რომელიც ჩვენ გვაქვს, აი მაგალითად, აი ესეთი. აი თუ შეიძლება ოპერატორი მოვიდეს ჩვენთან უკეთ რა ვაჩვენოთ? აი ესეთი
ნიშნულები ყველას აქვს, აქ აწერია მაგალითად, აქ არის ვულ, ახლა შალია 85%, 10% პოლიესტერი, 5% ელასტინი. აი ყველა სამოს, როდესაც უყიდულობთ, აქვს თავისი ნიშნული. ამიტომ შეგვიძლია რომ გავხსნათ, ნახოთ, აი მაგალითად აი ამ ესეთი აი 100% კოტონი, აი ნახეთ როგორი ის აქვს. აი აქვს ყველა სამოს, როცა შევიძენთ, შეგვიძლიათ რომ ვნახოთ და წავიკითხოთ. რა მასალებს იყენებთ? მე ვიყენებ, ძალიან მიყვარს ნატურალური ქსოვილები, აბრეშუმი ნატურალური კოტონი, მაგრამ სამწუხაროდ ვიტყვი იმასაც, რომ აი ისეთი ქსოვილები, მაგალითად, აი ის ქსოვილი, ქალბატონი რო კერავს, ის არის 100% პოლიესტერი. თუ შეიძლება ვაჩვენოთ ჩვენს ვერ იქნება ვერანაირად ეს, იმიტომ რომ ესეთ მასალას ნატურალურიდან ვერ მივიღებთ, მაგრამ შიგნით აუცილებლად ამას სარჩულად გავუკეთებთ ნატურალურ აბრეშუმს. აი ეგეთი კომბინაციებს ვაკეთებთ ხოლმე. მაგრამ ეხლა იმდენად მიდის ეს ისა განვითარება ამ ქსოვილებში, ვფიქრობ, რომ რაღაცას მოიფიქრებენ და ესეთ ქსოვილებსაც მივიღებთ ნატურალური სახით. რაკო, მეც რა მაინტერესებს, აი ხშირად ითხოვენ თუ არა მომხმარებლები მდგრად ტანსაცმელს? აი ჩემთან აი ეს ერთ-ერთი მაგალითი მოთხოვნის, აი ჩემთან ესე რომ გითხრათ რომ მე ვინტაჟურ ტანსაცმელს ვაკეთებ, არა. ერთ-ერთი ეს ატელიე ემსახურება გადაკეთებას, გაახლებას, ეს კი, მაგრამ აი ესეთი პლატფორმები საქართველოში გაჩნდა და რაც ძალიან მახარეს, მაგალითად Faber-ი ონლაინ ეს რო არის, აი მაგ არის ბევრი ვინტაჟური, მეორადი, სამოსის შეძენა შესაძლებელი. მე თვითონაც მომხმარებელი ვარ, აი ძალიან მიყვარს ვინტაჟური სამოსის. მე ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარს და ყიდულობ ხოლმე და რაღაცა ყოველთვის რაღაცა გამორჩეულია და სხვანაირია. აი როგორ შეიძლება რომ მოუფრთხილდეთ ტანსაცმელს ისე რომ დიდხანს გაგვიძლოს? უნდა მოუვაროთ, რაც შეეხება ნატურალური სამოსის შენახვა და მოვლა ძალიან რთულია. იმიტომ რომ ძალიან ფუჭებადია, მალევე ფუჭდება. უნდა მე ესეთი მაქვს ლავანდას ვიყენებ ძალიან ხშირად, აი შალზე, აი ლავანდას ქისები, ხა ლავანდა ნედლი ლავანდა ჩაყრილი ქისებში შეგიძლიათ რა გარდერობში დაკიდოთ და ეს ძალიან ეხმარება შენახვას, აი ჩიჩისგან იცავს, ხა კოტონს რამდენად მოუვლით, ალბათ უფრო ხელით რეცხვა, აბრეშუმი, რა თქმა უნდა, ხელით უნდა გავრეცხოთ და უფრო სათუთი მოსავლელი ნამდვილად არის ნატურალური ქსოვილი. მე ახლა ხედავთ, որ ვწდები ძველი ტანისამოსი არის გადაკეთებული, ახლად ქცეული. კი. ეს არის სადღაც რამდენი წლის ზუსტად გეტყვით, 1-20 წლის ქურთული. ვაიმე. შეიძლება მოვირგო? კი, ეს არ არის ჩემი ქურთუკი, ჩემი ეს არის უბრალოდ აი რაღაცა მომწონდა და შენახული მქონდა და მინდა რომ გადავაკეთო, ჩემი დიზაინი დავამატო. კი, ხა არის პროცესში, ხა გაჩვენებთ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ. ცოტათი პატარა მაქვს. არა, მგონი რომ პატარა ქონდეს, მგონი თქვენი ზომა. ცოტა, ძალიან ცოტა. არა, შეიძლება ღილები გამოუცვალოთ, ნახეთ. ღილები გამოუცვალოთ, რაც იქნება უკვე სხვანაირი სახის, მაჩვენეთ ხელი მაჯაზე ეს უკვე აი ნახეთ ესე გაგრძელდება და შეგვიძლია ბარხატის ზონარით გავალამაზოთ. აი უკვე სხვანაირი, აი შეიძლება ეს დავაკეროთ, აი ესეთნაირად. კიდე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი მყავს, რომელიც ესე ყიდულობს სამოს და მე მიდის ამ სამოზე მუშაობა, აი დაკერება, ხო, გავარი ალბათ კრეატიულობაც არის, ხო? კი, პროცესიც საინტერესოა და ვისაც ეს მოსწონს და უყვარს, მოკლედ. აი ძალიან ლამაზია და დარწმუნებული ვარ, შემდეგ უფრო უკეთესი გახდება. აი თქვენი აზრით, როგორი არის მდგრადი მოდის მომავალი? მდგრადი მოდის მომავალი, აი ესე უკვე თვითონ მოდის ასოციაციები, ყველა ძალიან ისე დგას ეს საკითხი მტკივნეულად, რადგან
საჭიროა რაღაცა ახალი გამოგონება, აი ცილოვანი ქსოვილები, კანაფის ქსოვილები, უკვე ამ ეტაპზე დგას მსოფლიო, რომ ახალი ტექნოლოგიების ქსოვილები შემოვა აუცილებლად ამ ეპოქაში. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მომავალი იქნება ძალიან კარგი ამ ხრივ, ბევრი რაღაცა საინტერესო ნატურალურის გამოგონებას ველით და რა თქმა უნდა სიამოვნებით ჩვენ მოდის წარმომადგენლები ამ ყველაფერს გავითავისებთ და ჩვენს კოლექციებში და ჩვენს საქმიანობაში აუცილებლად გამოვიყენებთ და ჩვენ წილ პასუხისგებლობას, იმიტომ რომ ჩვენც რაღაცნაირად ვაბინძურებთ, ჩვენც, მაგრამ ერთ-ერთი კიდე კარგი რაც არის, ახალი ტენდენცია, ბევრი შეიძლება ამ საკითხზე ილაპარაკო. რაც არის კარგი, აი დიზაინერებმა ვარი თქვა ბევრ წარმოებას. აი როგორც ჩვენც, ხო? საიტზე გვაქვს პრიორდერები, შეკვეთები, მაგალითად, აი ადრე თუ იყო, რომ მთელი სერია იკერებოდა, ეხლა ესე უკვე აღარ არის. ერთის ესენი ნიმუში იკერება, დაუშვათ და მე უკვე შეკვეთებს ვიღებთ. აი S, M, L, XL რაოდენობაში უკვე აღარავინ არ აკეთებს, მარტო მე კი არა, უკვე ესეთი ტენდენცია შემოვიდა. რაც შეეხება კიდე აი ბეწუსაც ვარს ამბობენ კოლექციებში, ესეც ძალიან მახარებს. ტყავი ეკოტყავით შეიცვალა. და რავი, ეს ძალიან კარგია და ძალიან კარგი და მისაბაძი ამბავია მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა. შესაძლებელი არის რომ გავუფრთხილდეთ გარემოს. ჩვენ გავიგეთ თუ როგორ შეიძლება მოვუფრთხილდეთ ტანსაცმელს, როგორ შეიძლება ავარჩიოთ სწორად ქსოვილი, რა არის მდგრადი მოდა. იმედია სასარგებლო იყო თქვენთვის ეს რჩევები. ჩემთან ერთად იყო დიზაინერი თაკო მექვაბიძე. ბედნიერ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ ყველას. კარგად იყავით. მადლობა დიდი. მნიშვნელოვანი რა მახსენა თაკომ და ჩემი ერთ-ერთი red flag-ი უნდა დავაკავშირო, როდესაც მანდილოს ან სანქალბატონს ბეწვი აქვს შემოხვეული. იმდენად red flag-ია, რომ სულ რომ ძალიან ლამაზი იყო. გულისხმობ, ესეც უთხარი მაყურებელი. red flag-ი არის, როდესაც რაღაც ძალიან არ მოგწონს, როგორ გადავთარგმნო? წითელი ხაზი, მიუღებელი კატეგორიული. მიუღებელი, კი ბატონო, ზუსტად ეგ. მდგრადი მოდა, როგორც უკვე გითხარით, გადაცემის ამ ნაწილის ლაიტმოტივია, რომლის კონცეფცია აბსოლუტურად ეყრდნობა რეციკლირების შინაარსს. ჩვენ ახლა გვერდება სტუმარი, რომელიც ვრცლად ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ განვაახლოთ ჩვენი სამოსი და ძველ სამოს მივცეთ ახალი სიცოცხლე. წარმატგინოთ ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით. ირაკლი ბაღოშვილი. რომელიც შემოგვიერთება, იმედი გვაქვს ღია ეთერში. სასიამოვნო არის ის, რომ ზოგადად ეკომეგობრული მიდგომა ბოლო დროს გაღვივებულია მოდის ინდუსტრიაში და კარგ ტონად ითვლება, როცა დიზაინერს აქვს ასეთი მიდგომა და ეს იმას ნიშნავს, რომ კულტურა და ცნობიერება ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით ამაღლება. მათ შორის უარის თქმა ალბათ ტყავის სამოსზე, რომელიც თაკონაც აღნიშნა ასე გამოდროულად მისასალმებელი არის და ბეწუზე უარის თქმა. ეს გარკვეულწილად ალბათ იმის დამსახურება არის, რომ ბოლო პერიოდში თვით თუმცა აქ არ არის საუბარი ტექნიკურ ბეწვზე და ტექნიკურ ტყავზე. ხო, ჩვენ საუბრობთ ისეთ ტყავზე, რომელიც თქვათ ცხოველის თქვათ მსხვერპლს ეწირვის შედეგად მიიღება ხოლმე ქურქები ეს ვირადღირებული და ასე შემდეგ. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ არსებობს ალტერნატივა ტექნიკური ბეწვი, ეკომეგობრული ტყავი, ტექნიკური ბეწვი, რომლითაც შეგვიძლია ჩვენი გარდერობი გავალამაზოთ და მე მაინტერესებს თქვენ თუ გიყვართ ძველი ნივთებიანი, მაინტერესებს თუ აძლევ ხოლმე ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს. ყოველთვის ვიყავი ამით დაინტერესებული, სხვა შორის არის ჩვეულებრივი ანტიდეპრესანტია და თერაპიის ეფექტი აქვს და ძალიან სასიამოვნოა, როცა განახლებული სახით ვხედავთ ჩვენს ძველ სამოს. და შეგვიძლია თემაზე ვცხოთ გავაგრძელოთ უკვე ჩვენ სტუმართან საუბარი, რომელიც შემოგვიერთდა. ირაკლი ბაღოშვილი, ჰემსტონის დამფუძნებელი, მდგრად მოდაზე ვსაუბრობთ, ეკომეგობრულ მიდგომაზე ვსაუბრობთ იმაზე, როდესაც ჩვენი ძველი გარდარობი შესაძლოა განვაახლოთ, ახალი სიცოცხლე მივცეთ და თავიდან დაიბადოს თითოეული სამოსი. თვალსა და ხელს შვა. კი ბატონო, მოგესალმებით ირაკლი. მოდით უფრო ცლად გვესაუბრეთ თქვენი მოღვაწეობის ზოგადად კონცეფციაზე, როდის დაიბადა ეს იდეა, რომ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის და იგულმყოფი ადამიანებისთვის, არამედ უკვე უცხო ადამიანების გარდარობის განგიახლებინათ და ბუნებრივად ტექნიკური დეტალების გვიამბეთ, თუ როგორ ახერხებთ ამას, რამდენი ადამიანი მუშაობს ქარხანაში და დაახლოებით რა დროს ჭირდება ერთი კონკრეტული სამოსის ან აქსესუარის განახლებას.
მოგესალმებით, ეს იდეა დაიბადა 2018 წელს, როდესაც ჩვენ შევისწავლეთ ყავის რესტავრაცია უკვე პროფესიონალურ დონეზე და თანამედროვე მოვლის ტექნოლოგიები ევროპაში. წავიყვანე რამდენიმე ჩემი თანამშრომელი, გაიარეს გადამზადება. მას შემდეგ 5 წლის განმავლობაში კიდე გაიარეს კვალიფიკაციის აღმაღლების კურსები იტალიაში და გერმანიაში და არაერთხელ ყავდა მოწვეული ტექნოლოგიები საქართველოშიც. ირაკლი, ძირითადად თქვენს Instagram გვერდს როცა ვადევნებდი თვალს, მხოლოდ ბრენდულ სამოზე და აქსესუარებზეა საუბარი თუ ნებისმიერ სამოზე, თუნდაც ის იყოს დაბალ ბიუჯეტი? როგორ არის, იცით, ნებისმიერის შეკეთება შეგვიძლია, მაგრამ მომსახურების მაღალი ფასიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ ბრენდირებული ნივთები მოდის ჩვენთან, ვინაიდან სამწუხაროდ როგორ ვიყენებთ ძალიან ძვირფას სარესტავრაციო მასალებს და ძალიან დიდი ხანი ჭირდება თითო ნივთის რესტავრაციას, ეს შესაბამისად ყველაფერი აისახება უკვე მომსახურების ფასზეც. აქედან გამომდინარე, მომხმარებელს პრაქტიკულად ვერ ვემსახურებით ისეთ მომხმარებელს, რომელსაც ბიუჯეტური ნივთის შეკეთება სურს. აი ირაკლი, აქ აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი პასაჟი, ხო? მოდით ვთქვათ, რომ მე მომხმარებლის პრეროგატივიდან ამოვალ და მაქვს მაგალითად ჩემი საყვარელი კოსტიუმი, რომელიც ესე იგი შესაბამისად დროთა განმავლობაში გაიცვლითა და მე მჭირდება რომ მას ახალი სიცოცხლე შთავბერო, ხო? ამ შემთხვევაში მე უნდა მერჩივნოს რომ მსგავსი ინტერვენცია განვახორციელო ჩემს გარდერობში თუ ახალი პიჯაკი ვიყიდო, ხო? ანუ ფასი ეკვივალენტურია ახალთან თუ მე შესაბამისად ნაკლებ ხარჯად ჩემს პიჯაკს მოვაწესრიგებ და მას ახალ სიცოცხლეს შევძენ. ეფექტი რა არის? გააჩნია პიჯაკის ღირებულებას. აი აქედან უნდა ამოვიდე თუ პიჯაკში გადახდილია თქვა 1500 евро, რა თქმა უნდა ჩვენი მომსახურების ფასის გადახდა თქვენ გიღებთ. გიღებთ და აუცილებელიც არის ეგეთი პიჯაკის მოვლა. აი შეძენის დღიდანვე რომ არ მივიდეს იქამდე რომ მე უკვე აღსავდგენი და ასე შემდეგ იყოს. თუმცა ეგეც პრობლემაა. ხო, ანუ კონცეფცია თქვენი მინდა გავიგო. მე პრინციპში უკვე მივხვდი თქვენ რასაც გულისხმობთ, ანუ მე თუ ძვირადღირებული ნივთი მაქვს და ამაში გარკვეულწილად ერთ დროს დიდი თანხა გადავიხადე და თქვათ მინდა რომ ის აღვადგინო და არ გაფუჭდეს, ამ შემთხვევაში მიღირს გადავიხადო მეტი თანხა და შესაბამისად ის მოვიყვანო სრულყოფილ მდგომარეობაში. მაგრამ მოდით ჩვენ გავითვალისწინოთ ქართული რეალობა, ქართველი მომხმარებელი, საბაზრო მოცემულობა, ხო? საშუალო ქართველის შემოსავალი, თქვათ, თქვენ თუ სთავაზობთ აი ამ სერვისის გარდა მეორე სერვისს, სათადარიგო სერვისს, მოდით ასე ვთქვათ, დაბალ ბიუჯეტიან მომხმარებელს, რომელთაც სურთ უბრალოდ თავიანთი საშუალო ფასიანი პიჯაკიან კოსტუმი განაახლონ მისაღებ ფასად, მოდით ასე ვთქვათ. არა, ჩვენ არ ვთავაზობთ ამ ეტაპზე, მაგრამ გვაქვს გეგმაში, რომ უფრო low-cost-ერი სერვისის დავაფუძნო, თუმცა ამ სპეციფიკიდან გამომდინარე ჯერჯერობით ძალიან გვიჭირს იმის შეთავაზება მომხმარებლისთვის, რომ უფრო ბიუჯეტური ნივთების რესტავრაცია მოვლაც შეძლოს. მან სირთულეებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ თუ გნებავს რომ იდეალური შედეგი მივიღოთ, ესთეტიური, მაღალ ტექნოლოგიური პროცესები ჩაუტაროთ, ასე ვთქვათ, ამ ნივთებს, მაგ შემთხვევაში სამწუხაროდ ბიუჯეტურ ნივთებს ვერანაირად ვერ მომსახურებით, მაგრამ არის მეორე ვარიანტი, რასაც უკვე სთავაზობენ ჩვენთან ბაზარზე, უფრო ბიუჯეტური, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ეს უკვე ჩვენთვის აღარ არის საინტერესო, ჩვენ კონკრეტულად ვართ ირაკლი, ბუნებრივია მომხმარებელს სამწუთას მოუვა შეკითხვა, თუ მე ძველ ნივთში ისევ ახალი საფასური გადავიხადე, მაშინ რა აზრი აქვს? ასეთ ადამიანს ახალი საფასური არა, დაახლოებით გეტყვით ჩვენ ანივთებსაც ვაახლებთ დაახლოებით 10% ან ნაკლები არის ჩვენი მომსახურების ღირებულება. ეს რესტავრაციის შემთხვევაში
წმენდა მოვლა დატენიანება ასეთი სერვისები კიდევ უფრო ნაკლები რა თქმა უნდა. კი ბატონო. ირაკლი, ნებისმიერ შემთხვევაში მისასალმებელია ნამდვილად ინიციატივა, ვინაიდან ქართულ ბაზარზე მსგავსი ტიპის სტარტაპი ფაქტიურად იშვიათად თუ არსებობს და მე თუ არ ვწდები თქვენ პიონერი ხართ ამ ნაწილში და ალბათ ბაზრის გარკვეული კვლევაც გექნებოდათ, რის საფუძველზეც თქვენ შესაბამისად აარჩიეთ, რომ მაღალ ბიუჯეტიან, ესე ვთქვათ, პროდუქციაზე გქონდეთ უფრო მეტი აქცენტი, ვიდრე დაბალ ბიუჯეტიანზე და აბსოლუტურად გასაგები და რელევანტურია, რომ ღირებული პროდუქტი უფრო მეტად შეიძლება ენანებოდეს ადამიანს, ვიდრე დაბალ ბიუჯეტიანი თუნდაც ნებისმიერი სხვა ნივთი. საინტერესოა თქვენ ახსენეთ იტალია და გადამზადების კურსი, ტექნიკურად რთული სამუშაო არის, დარწმუნებული ვარ, სად კონკრეტულად რა გადამზადებაზეა საუბარი, როგორი სპეციფიკა არის და საერთოდ თუ აპირებთ შემდეგ გარდა თბილისისა სხვა ქალაქებში დაფუძნებას. გადამზადება საკმაოდ რთული პროცესია, ხანგრძლივი პროცესია ეს სამწუხაროდ საქართველოში მსგავსი სპეციალობის ადამიანების პოვნა შეუძლებელია. ჩვენ გვაქვს დაფუძნებული ასე ვთქვათ ჩვენივე მინი სკოლა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვახდენთ ტალანტის მქონე ადამიანების გადამზადებას. სრულად კარგ პროფესიონალურად ჩამოუყალიბდეს ადამიანი, მინიმუმ 1 წელი მაინც არის საჭირო, რომ გაიაროს ეს ჩვენი სწავლება, პრაქტიკა და ასე შემდეგ. პლუს უნდა გქონდეს აუცილებლად ამის ნიჭი. აი მაგალითად ფერების ხედვა, ესეთი უფრო ხელოვან ადამიანებს ვეძებთ ხოლმე, მხატვრებს, ზერწავებს, დიზაინერებს და ასე შემდეგ. მაგათი მომზადება უფრო სწრაფად ხდება და შესაბამისად მაგათი ნამუშევრებიც ბევრად უფრო ესთეტიურია, ვიდრე აი ნულიდან სხვა პროფესიის ადამიანი რომ მოვამზადოთ. ჩვენ გვყავს უკვე თავარი ტექნოლოგი, რომელიც ყავდა წაყვანილი ევროპაში და რომელსაც ყველა ეს სწავლება გავლილი აქვს. შემუშავებული გვაქვს ჩვენი მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა მომზადდეს ადამიანი. და თან მუშაობს პარალელურად, თან ხდება მისი მომზადება. აი ასე გვაქვს, ანუ ანაზღაურებადი მომზადება არის. აი თუ იგეგმება მაგალითად სპეციალური კურსის შექმნა, რომელიც იქნება მაგალითად უფრო ხელმისაწვდომი ადგილობრივი ბაზრისთვის და თუნდაც ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს რომ პროფესიას დაეუფლოს, ვინაიდან მე დარწმუნებული ვარ შესაბამისად შემოსავლი არის გახდება, ვინაიდან ბაზარზე ნაკლები, ესე ვთქვათ, კონკურენტი ყავს დღეს მონაცემებით, ხომ? დიახ, გვაქვს ესეთი კურსებიც, რა თქმა უნდა, შესაბამისი ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ. ხდება უბრალოდ 1 წელი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს კურსი არ გრძელდება, ეს როგორც მაგალითად სხვა ქვეყნებში არის, დაახლოებით 3-4 დღიანი მინი ტრეინინგია. ამის შემდეგ უკვე ადამიანი იწყებს თვითონ თავისი თავზე მუშაობას, ჩვენ უბრალოდ უხსნით თეორიას, უხსნით კოსმეტიკას, ვაჩვენებთ ყველაფერი ეს როგორ კეთდება, მე თვითონ უნდა იმუშაოს ეს დიდი პერიოდი და აუცილებლად დასჭირდება კიდე კვალიფიკაციის ამაღლების რამდენიმე. თუმცა უნდა ვივარაუდოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძვირადღირებული ნებისმიერი ნივთი დილეტანტ ადამიანთან ვერ მოხდება და არ მოხდება, ხომ? დიახ, არა, არავითარ შემთხვევაში ეგ დანაწილებული გვაქვს, მუშაობს ჩვენთან 20 ადამიანი. დანაწილებულია, რომ ზოგი აკეთებს მაგალითად რბილი ჩანთის ტყავის რესტავრაციებს, ეს ჩანთა განსაკუთრებულად რთული სარესტავრაციო და ძალიან დიდ დროს მოითხოვს. ზოგი მუშაობს ზამთრზე, ზოგი მუშაობს რაღაც ფერად ტყავებზე, ზოგი მუშაობს უფრო უხეშ შავ სტანდარტულ ფეხსაცმელზე და აი ასე თქვა თუ არის გარკვეული რეკომენდაციები ბატონო ირაკლი, როგორ შეიძლება თქვა ჩვენთვის საყვარელი თუ ძვირადღირებული ნივთის მოვლა შენახვა, მაგალითად რა პერიოდულობით შეგვიძლია მივმართოთ ქიმწმენდებს, რომელი საშუალებები, ქიმიური საშუალებები შეგვიძლია გამოვიყენოთ, რათა თქვა არ დაზიანდეს შემდგომში ნივთები. დიახ, ანუ როდესაც ჩვენ ვყიდულობთ აი ესეთ ძვირადღირებულ ბრენდულ ნივთს, ხო ეს რა თქმა უნდა გათვლილი არა 1 და 2 თვეზე და 1 და 2 წელიწადზე ეს ვყიდულობთ ალბათ აი მე ვთვლი რომ მთელი ცხოვრებით, იმიტომ რომ სწორი მოვლის შემთხვევაში ეს ნივთი გაგიძლევთ მთელი ცხოვრება, პლუს ეს არის შეგიძლიათ მიიჩნიოთ როგორც ინვესტიცია, მაგალითად არის ესეთი ჩანთები, შანელი, ერმესი
მაგათ ვირკინი და ასე შემდეგ, რომელსაც წლებთან ერთად მაგათ ღირებულება იზრდება. აი ქონდა მაგალითად საქართველოში ძალიან ბევრი ყოფილა სხვათა შორის ესეთი ჩანთები, ჰერმესი ქონდა 1950 წლის წარმოიდგინეთ, რომლის ღირებულება უკვე სადღაც $30,000 იყო. მოვლა რაც შეეხება აი ეს რატო ამბობ ხა ამ ყველა ისტორია რატო მოვყევი რომ აუცილებელია რომ მოუვაროთ. როგორ ხდება მოვლა? მინიმუმ წელიწადში 2-ჯერ ან 3-ჯერ ტყავი უნდა გაიწმინდოს სპეციალური საწმენდის საშუალებით და დატენიანდეს. აი რომ ქალბატონებს უფრო კარგად ესმით ეს ამბავი, როგორც მაგალითად სახეს ჭირდება ჯერ ჩამოიბანო საპნით, მერე ლოსიონით უნდა მოიშოროს რაღაც ძველი კრემები და მერე ისევ წაისვა დამატენიანებელი კრემი, რომ ეს კანი კარგად გამოიყურებოდეს, უფრო დიდი ხანი არ დაბერდეს, ასე ვთქვათ. იგივეა ზუსტად ტყავის შემთხვევაშიც მოვლა, აი ესეთი სპეციალური არსებობს ძალიან მაღალი ხარისხის მოსავლელი საშუალებები საფრანგეთში არის. და არა მარტო ტყავის ბატონო ირაკლი, ნებისმიერ სხვა თუნდაც ფაქტურას ჭირდება მოვლა, ხო იგივენაირად? აუცილებლად წელიწადში 2-3-ჯერ ჭირდება პროფესიონალური წმენდა და დატენიანება, აი ძალიან მოკლედ რო ვთქვათ. მადლობა, ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო ქართული სტარტაპია და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. დიდი მადლობა. ირაკლი ბაღვაშვილი იყო ჩვენი სტუმარი ჰემსტონის დამფუძნებელი. გადაცემის ბოლო ნაწილში ვისაუბრებთ ერთ-ერთ საინტერესო თემაზე. манипуляციის ენობრივი საშუალებები თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში. სამეცნიერო პროექტი, რომელსაც ერთობლივად ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს ერთობლივად ახორციელებენ და ამ თემაზე უფრო ვსვლათ ვისაუბრებთ ქალბატონ მანანა თანდაშვილთან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორთან ერთად მობრძანდით და ასევე ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორთან. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მნიშვნელოვანია ამ სამეცნიერო პროექტში ჩართულები არიან როგორც გერმანელი პროფესორები, ასევე ქართველი მეცნიერები და მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ ყურადღებით მოგისმენთ. დიდი მადლობა. მე არ ვიქნები პირველი ვინც იტყვის რომ ჩვენი პროექტი რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ არის ძალიან საინტერესო, საერთოდ ვთვლი რომ ნებისმიერი სამეცნიერო საკითხი ძალიან საინტერესო არის და იმსახურებს ყურადღებას და კვლევას. თუმცა ჩვენი პროექტი იმით არის გამორჩეული, რომ იგი ინტერდისციპლინური კვლევის ასპექტების გათვალისწინებას მოითხოვს. ეს არის დარგები, როგორც არის პოლიტოლოგია, ენათმეცნიერება, სოციოლოგია, კონფლიქტოლოგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სია ძალიან გრძელია. ჩვენი მიზანი გახლდათ ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების შესწავლა უკვე манипуляციის ენობრივი საშუალებების თვალსაზრისით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ პოლიტიკური სიტუაცია უფრო და უფრო ყოველთვის აქტუალური თემაა. აქტუალურია, არასოდეს არ დაკარგავს აქტუალობას, თან დღევანდელობაც პრაქტიკულად, თუმცა ჩვენ ეს პროექტი 1 წლის წინ ჩავაბარეთ, მაგრამ ისედაც ზოგადად აი პოლიტიკური ცვლილებები საერთოდ აი ეს მრავალფეროვნება პოლიტიკური პარტიებისა პლურალიზმი ძალიან საინტერესო პროცესი არის და გვაინტერესებდა манипуляციის რა ენობრივ საშუალებებს იყენებენ ქართული პოლიტიკოსები, იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად არის დაკავშირებული კიდევ კულტუროლოგიასთან. ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის გარკვეული კულტურა და ერთმანეთისგან განსხვავდებით, თქვათ მაგალითად 25 წელი ვიცხოვრე მე გერმანიაში და მოვესწარინების მე ძალიან ბევრ ასეთ არჩევნებს და პარალელურად არ დამიკარგავს კავშირი საქართველოსთან და აქტიურად ვიყავი ჩართული ყოველთვის და ზედაპირული დაკვირვებითაც ჩანს და მე მგონი ყველანი ვხვდებით რომ თქვათ ეს არჩევნების განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდი და ჩვენ ზუსტად 4 წინასაარჩევნო პერიოდი ავირჩიეთ საანალიზოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან გვაინტერესებს არა მხოლოდ ზოგადად თქვათ ქართულ პოლიტიკურ მეტყველებაში манипуляციის რაენობრივი საშუალებები დომინირებს, არამედ გვაინტერესებდა დიაქრონიაც თქვათ აი 2012 წლიდან როგორ შეიცვალა ეს გამხატულება ორატორობის ხელოვნება. აი ზუსტად ამ თვალსაზრისით და შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ამ კვლევის შედეგები, საინტერესოა. ჩვენ როგორც მაყურებელი რას ვტოვებთ, როგორც მსმენელი, რა манипуляციის ხერხებს ვერ ხვდებით, როგორ ვექვემდებარებით ჩვენ დაუნებურად. დიახ. საკმაოში გახლავთ, რომ როდესაც ჩვენ უსმენთ პოლიტიკოსებს, ჩვენ მას აღვიქვამთ შინაარსობრივი თვალსაზრისით, თუმცა მისი ანალიტიკა არ ხერხდება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ძალიან ცოცხალი პროცესია და ჩვენ ვართ მსმენელები
ნაწილები, ანუ ინფორმაციას ვიღებთ. როგორც კი ხდება მისი გატექსტება და შემდეგ მისი ენობრივი დამუშავება და ჩვენ ძირითადად მუშაობთ სტატისტიკური მეთოდებით, იქ ვითვლით მაგალითად ხშირად გამოყენებულ სიტყვებს, ვითვლით იმას მაგალითად რამდენჯერ გამოიყენებს პოლიტიკოსი მენაცვალ სახელს, როდის წამოწევს ის წინ თავისი, ასე ვთქვათ, მნიშვნელობას მიანიჭებს თავის მიერ რამდენჯერ ხმარობს ჩვენ ნაცვალ სახელს და ამ ჩვენში რა იგულისხმება მე და ჩემი პარტია თუ მე და ვთქვათ ამომრჩეველი. გარდა ამის არგუმენტაციის სტრუქტურებს იყენებს თუ არა, იმიტომ რომ ხშირად ეს გამოსვლები არ არის არგუმენტირებული, ეს კი გვაწვდიან თავიანთ მოსაზრებებს, თუმცა ამის არგუმენტაცია არ ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ბოლო დროს განსაკუთრებით შეიმჩნევა სიძულვილის ენის გამოყენების კოეფიციენტის ასე ვთქვათ, განსაზღვრა და ჩვენ წინსწრებად უკვე 4 ტომი გამოვეცით ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების ქრესტომატია ძალიან დიდი 1200 გვერდამდეა თითო ტომი მოცულობით და წინსწრებად რაღაც სტატიებიც გამოვაქვეყნეთ, გამოვიკვლიეთ, ვთქვათ, რა დომინირებს, ვთქვათ, რომელი მანიპულაციის რომელი ხერხები დომინირებს. ალბათ არ გაგიკვირდება თუ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირი არის სწორედ ეს ეროვნული ღირებულებებით მანიპულირება, ტრადიციულობის რელიგია აუცილებლად. ეს არის ისტორიული ფაქტები, რომ ჩვენ დავით აღმაშენებლის და ასე შემდეგ ქვეყანა ვართ, დიდი თამარის და ასე შემდეგ. ასევე არის ძალიან ხშირად ტრისხატის გააქტიურება, საშიშროების, ასე ვთქვათ, ახსენება, რასთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული და რამდენად სტაბილურობის დარღვევის და ვთქვათ, აი ზუსტად შიშის დანერგვისის. არის კიდევ დისკრედიტაცია მოწინააღმდეგის და ასე შემდეგ. თუმცა აი გამოკვლევმა რაც გვიჩვენა, იყო ძალიან საინტერესო ის, რომ პრაქტიკულად შეფასება ყველაზე მეტად ასე კი გამოიყენება და შეფასება შეიძლება იყოს დადებითიც, ანუ არყოფითიც, აი უარყოფითი შეფასებები, როგორც წესი, ბევრად ჭარბობს დადებით შეფასებებს. ასევე ფაქტებით მანიპულირება, იმიტომ რომ ფაქტი თავისთავად ნეიტრალურია, ხო? რაღაცა მოხდა. მაგრამ გაჩნია რა კონტექსტში მოიტყვანთ ამ ფაქტს და ახსენებთ, ის შეიძლება იყოს წაიყვანოს ერთი ან მეორე მიმართულებით. აი სასურველია, რომ აი მსგავსი ტიპის განათლება თუ რას გვეუბნებიან, როგორი ემოციური ფონით გვეუბნებიან, როგორ ცდილობენ მანიპულირებას, პროპაგანდას და როგორ დავიცვათ თავი და როგორ გავფილტროთ, ეს რომ ისწავლებოდეს სკოლებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბავშვი უკვე როგორც მსმენელი, აი სხუფრ სკეპტიკურად რომ იზრდებოდეს, იმიტომ რომ ბევრჯერ მომისმენია პოლიტიკოსისთვის, რომელიც დიდი ქარიზმატულობით და ემოციით ყვება ამბავს და თითქოს სანდოობას იწვევს, მაგრამ შემდგომ როცა დაფიქრდები, რა თქვა კი ის, რაც ჩემთვის, როგორც მოგავ სასარგებლო, არა, მაგრამ აი ამ გაშინა არსებაში ძალიან იშვიათად მივდივართ, იმდენად ვინუსხებით აი ამ ვიზუალური ეფექტით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი პროექტის ძალიან დიდი მნიშვნელობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ეს არ არის მხოლოდ კვლევითი პროექტი, აქ ჩვენ გულისხმობთ, ასევე ჩადებული გვაქვს პროექტში სასწავლო კომპონენტიც, რომლის განხორციელებასაც უპირველეს ყოვლისა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაპირებთ, საერთოდ აი ფრანკფურტის და ბათუმის უნივერსიტეტების თანამშრომლობა უკვე 15 წელს ითვლის და ბათუმის უნივერსიტეტი იყო პირველი უნივერსიტეტი და მე ამას ყოველთვის გავიმეორებ, რომელმაც დიგიტალურ ჰუმანიტარიას გაუხსნა კარი და ჩვენ ძალიან ბევრი ინოვაციები შემოვიტანეთ, ის რაც ფრანკფურტის უნივერსიტეტში შეიქმნა, ეს ენის ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებითაც თემატურადაც დიგიტალური ქართველოლოგია, დიგიტალური რუსთველოლოგია, ჩვენ პრაქტიკულად თანამედროვე მეთოდებით ვიკვლევთ და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი ამ პროექტშიც, რომ პოლიტიკური ლინგვისტიკა, როგორც მიმართულება, ნაკლებად, აი ცალკეული საკითხები არის ნაკლები, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს სახელმძღვანელო, მთლიანი სურათი არ არის მოცემული, შესაბამისად არც არსებობს ასეთი ლიტერატურა და სწორედ ამას ისახავს მიზნად, საზაფხულო სკოლის ჩატარებას ვაპირებთ სწორედ ამ თემაზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უფროსი კლასის სკოლის მოსწავლეებსაც მოვიზიდავთ, იმიტომ რომ სენსიბილური უნდა გახდეს საზოგადოება, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, არა მხოლოდ მოვისმინოთ შინაარსობრივად და მოვინოსხოთ, არამედ გარკვეულწილად, როდესაც მე ვიცი, როდესაც პოლიტიკოსი რამოს მე ვფიქრობ
ვფიქრობ, მე მგონია და ასე შემდეგ და ძალიან ხშირად ხმარობს, უკვე ცდილობს რომ დაგაჯეროთ თავის ისტორიაში. კალდურმან საინტერესოა, როგორია გერმანული პრაქტიკა, რახან ჩვენ თანამშრომლობთ ფრანკფურტის უნივერსიტეტთან, საინტერესოა გამოცდილება გერმანული მით უმეტეს ისეთი ქვეყნის, რომელსაც უახლოეს წარსულში სწორედ პოლიტიკური манипуляციის მხრივ უდიდესი უარყოფითი გამოცდილება აქვს გებელსის და ფიურერის ეპოქაში, ხო? აქედან გამომდინარე, როგორია მათი პრაქტიკა საინტერესოა. ზოგადად აი სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანელმა, როდესაც გაიაზრა ის შედეგები, რაც შეიძლება მოყვეს სწორედ პოპულიზმს, პოლიტიკურ манипуляციას და ასე შემდეგ. ემოციურ თხრობას. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, დარგის ძალიან სწრაფად განვითარდა და შესაბამისად მე ვიტყოდი, რომ მოსახლეობაც ძალიან გრძნობიარე არის, ზოგადად რომ შევაფასოთ, ძალიან ფაქტობრივი არის გერმანული პოლიტიკური დისკურსი, იმიტომ რომ ჩვენგან განსხვავებით ისინი უფრო საგნობრივად საუბრობენ და ცივი-გონებით უფრო ანალიტიკური არის შესაბამისად. ჩვენ ზოგადად ქართველები ესეთი ემოციურიერი ვართ, შესაბამისად და ეს ეცით აი განსხვავებაც კი არსებობს გერმანელსა და ავსტრიელ პოლიტიკოსის მეტყველებას შორის, იმიტომ რომ რაც უფრო სამხრეთისკენ მოვდივართ, თბება და მზე გვაბედნიერებს, რაღაცა უფრო ესეთი ვეშვებით და ცოტა უფრო ესეთი ლაღად ვუყურებთ ყველაფერს შესაბამისად ქართულ პოლიტიკურ მეტყველებას მეტი მეტაფორულობა ახასიათებს. ჩვენ გქონდა ერთ-ერთ საზაფხულო სკოლაში ასეთი მეტაფორულობის ხარისხს ვიკვლევდით პოლიტიკოსებთან და ნუ გვარს არ დავასახელებ ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელიც უბრალოდ ანდაზებით და ასე შემდეგ გამოცანებით გვესაუბრება პრაქტიკულად, როგორც კი ამოვიღეთ ეს როგორც манипуляციის ენობრივი საშუალება, შინაარსი აღარ დაგვრჩა იმდენად ოღონდ მოსასმენად იყო, არაჩვეულებრივად, ძალიან ემოციური და ბოლოს ასეთი ისაც გააკეთეს სტუდენტებმა, ასეთი რომ ეს ძალიან კარგად ისმინება, მაგრამ არ იკითხება, იმიტომ რომ კითხვის შემთხვევაში პრაქტიკულად კი, აი როგორც კი დაწერილს წაკითხავთ. ჩვენ რატომ გადავწყვეტეთ ქრესტომატიების გამოცემა, სწორედ ამითაც იყო განპირობებული, რომ როდესაც ვისმენთ, ვიხიბლებით, როდესაც წაკითხულს დაწერილს დაბეჭდელს ვკითხულობთ, იქ უფრო კრიტიკულები ვართ და იქ უფრო წინა პლანზე გამოდის ძალიან ბევრი. სად შეუძლია დაინტერესებულ ადამიანს გაიცნოს თქვენი კვლევის შედეგებს? უკაცრავად ცენტრი ფოტოში ვაპატიეთ, ანალოგიური პერიოდია გაზაფხული და ჩვენ მთელი რიგი აქტივობები გვაქვს დაგეგმილი ამ თვალსაზრისით და სწორედ ახლა 1 საათის წინ დასრულდა ჩემი შეხვედრა ბატონ ტიტე აროშიძესთან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ რექტორთან და ძალიან მიხარია ჩემ პირველი შთაბეჭდილება, რომ ის ტრადიცია, რაც იყო ჩვენს ორ უნივერსიტეტს შორის გაგრძელდება და მან ძალიან დიდი სურვილი გამოთქვა და ინიციატივებით წამოვიდა ამ მიმართულებით და ესწრებოდნენ სტუდენტები სხვათა შორის და მათაც მიმართა და უთხრა რომ აი ეს არის რასაც უნდა აუცილებლად მიიღოთ მონაწილეობა და აი საზაფხულო სკოლა რომელსაც ჩვენ ჩავატარებთ იქნება უფროს კლასელებისთვის და ასევე სტუდენტებისთვის ღია გარდა ამისა ის ნაშრომები რომლებსაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ თემიდან გამომდინარე ძალიან ადვილი და კარგად წასაკითხი იქნება ნებისმიერი მოქალაქისათვის და პლატფორმაზე ალბათ ხო? დიახ აუცილებლად გამოქვეყნდება ეს ნაშრომები ბათუმის უნივერსიტეტის ვებგვერდზე, ამას ჩვენ გავაზიარებთ სოციალური ქსელების მეშვეობითაც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გასცდება არ მხოლოდ კვლევის სფეროში დარჩება, არამედ გასცდება კვლევის სფეროს და სასწავლოსაც და საზოგადოებამდეც მიაღწევს, რათა ცოტა უფრო ყურადღებით ვიყოთ ჩვენი პოლიტიკური ასე ვთქვათ. ყოველ შემთხვევაში ნათლად დავინახეთ მნიშვნელობა ამ სიახლისა და პროექტისა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და შესაბამისად მგონია რომ ინტერესიც და უკავშირიც უფრო მკვეთრი იქნება და მკაფიო. და ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ იმითაც, რომ პროექტი დააფინანსა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ ტიპის კვლევების გაგრძელება, იმიტომ რომ რაღაცა მაინც ვფიქრობ, რომ ტრადიციული თემები ძალიან ბევრია საკვლევი, მაგრამ სწორედ აი ამ თემიდან გამომდინარე ვფიქრობთ ის ძალიან მაღალი შეფასება მიიღო პროექტმა და ძალიან გვიხარეს, სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ მას ესეთი
მრავალმხრივი გამოყენებითი სფეროები გააჩნია. უღრმესი მადლობა ჩვენთან ერთად რომ იყავით. ქალბატონი მანანა თანდაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკით ვართ გარემოცული და ავანგარდში დგას ყოველთვის ეს თემა, ნაკლებად გვიფიქრია სწორედ ამაზე, თუ როგორ ხშირად ხდებით манипуляციის მსხვერპლი და მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ პოლიტიკოსების ენა და შესაბამისად უკვე ეს მოგცემ საშუალებას რომ სწორედ ვიხემძღვანელოთ გამიჯვნისას თუ რომელი რეალობა და რომელი სკანდირებული ტექსტი არის ჩვენთვის რელევანტური. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, რო არის ჩვენს მაყურებელსაც დავიმშვიდობოთ ხვალამდე დროებით. ნახვამდის.